მშვიდობისა პარასკევს საღამოს პოზიცია კვირის მთავარი თემებით კვლავ პირდაპირ ეთერშია და დღეს თქვენ ამ სტუდიაში განსხვავებულ პოზიციებს მოისმენთ ხელისუფლებისგან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისგან. კვირის და დღევანდელი პოზიციის მთავარი თემები და დებატები რუსთავიორის ეთერში. ანგარიშებული ციფრები და ეკონომიკური ანგარიში პარლამენტს. 20 მილიონი ლარი ყველა სოფელს. მასწავლებელთა ხელფასები გაიზარდა. 25 ლარი თვეში 5 ლარიანი სადაზღვევო პაკეტი. რას უპირისპირებს ახალ სოციალური ინიციატივებს ოპოზიცია წინასწარ გაანგარიშებული კრიტიკა. გრძელდება ეგრეთ წოდებული ბენდუნომიკის პოლიტიკა. უპასუხისმგებლო პრივატიზაცია, კატეგორიულად მეწინააღმდეგებით სახელმწიფოს ჩარევას ფასების რეგულირების საკითხებში. მოსამართლეები უნდა განთავისუფლდნენ პოლიტიკური ზეწოლისაგან. როგორ აღიქვა ოპოზიციის ბრალდებები უმრავლესობამ, ალეგორიები და ისტორიული პარალელები საპარლამენტო დებატებში. შუქი ამ ხელისუფლების პირობებში, როგორც ჰქონდათ, ისევე გექნებათ და არც ბნელი ოთახი იქნება და არც შავი კატა. საბჭოთა კავშირისთვის გათბობაც იყო, გზებიც იყო და განათებულიც იყო ქუჩები. მაგრამ ის ქვეყანა ხუხულასავად დაინგრა. გიორგი ცაგარეიშვილი და გიორგი გაბაშვილი ერთმანეთის პირისპირ, უმრავლესობის და უმცირესობის პოზიციები პოზიციაში. სამთა კავშირი ალიანსი ალასანიასთან. ვინ შეიძლება დაემატოს ახალ გაერთიანებას და შეძლებს თუ არა ოპოზიცია კოალიციის გაფართოებას. ჩვენ ვიპოვნეთ ძალიან ბევრი საერთო ერთმანეთთან სათანამშრომლოდ. გასახეს მიიღებს ეს კოალიცია და ამას მომავალი გვაჩვენებს. ყველა ერთად თუ ყველა ცალ-ცალკე ვინ დარჩება ალიანსის მიღმა და სად მთავრდება ოპოზიციის ერთიანობა. როდის დასრულდება ძალთა გადანაწილებები? ბლოკიდან ბლოკში, ოპოზიციიდან მთავრობაში, მთავრობიდან ოპოზიციაში და მე კიდევ უკან. საერთო მოთხოვნები თუ მოთხოვნა საერთო ლიდერზე, რატომ ითხოვს კობა დავითაშვილი პრაიმერის ჩატარებას? ყველა აცხადებს პრეტენზიას, რომ მას სურს იყოს ქვეყნის ხელმძღვანელი. დღეს პოზიციაში კობა დავითაშვილი ხალხის პარტიიდან და მამუკა კაციტაძე ახალი ალიანსიდან. მაშასე ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და გადაცემის პირველ ნაწილს პრეზიდენტის საპარლამენტო ანგარიშს და ამ თემის ირგვლივ გამართულ დებატებს ვითმობთ. დაზღვევა ყველა ოჯახს, ფული ყველა სოფელს, ქამრების შემოჭერის ახალი პოლიტიკა ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ადამიანების დასაქმებაა. სამწლიანი პაუზის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი კრიტიკას დარბაზში საპარლამენტო ტრიბუნიდან ისმენდა. უზურპატორი ერთმართველი პრეზიდენტი ლაპარაკის საქმის ნაცვლად ოპონენტებმა ამ ეპითეტებს კონკრეტული ბრალდებები მოაყოლეს. რასაუდა საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის გამოსვლიდან და როგორ აფასებს ოპოზიციის კრიტიკას. უმრავლესობა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან და ერთმანეთის პირისპირ იქნებიან. უმრავლესობიდან გიორგი გაბაშვილი, უმცირესობიდან გიორგი ცაგარეიშვილი. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა ჩემს გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონო გიორგი, დავიწყოთ თქვენგან, როგორც უმცირესობის წარმომადგენლისგან. უმცირესობამ არ მოიწონა პრეზიდენტის სიტყვა და ითქვა, რომ ეს არ იყო პოლიტიკური, ანუ იყო სხვა მოლოდინები, რომელიც თქვენ ვერ მოისმინეთ ამ გამოსვლაში. თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად გითხრათ, რას ელოდით პრეზიდენტის წლიური ანგარიშიდან? ასე რომ დავიწყოთ. ზოგადად ჯერ. შემდეგ რა თქმა უნდა შემიძლია კონკრეტულად ვისაუბროთ. ჩვენ გვაქვს ამის დრო. ზოგადად ველოდი საუბარს დემოკრატიაზე. პრეზიდენტს დემოკრატიაზე არ უსაუბრია. არც ერთი სიტყვა არ დაუძრია დემოკრატიას, ჩემის აზრით. ეს არის ჩემი ზოგადი შეხედულება. ახლა კონკრეტულად მე ვისურვებდი, რომ ბატონ სააკაშვილს ესაუბრა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, ვისურვებდი, რომ მას ესაუბრა საარჩევნო კანონმდებლობაზე, ვისურვებდი, რომ მას ესაუბრა საპატიმრო ადგილებში შექმნილ კატასტროფულ სიტუაციაზე, ვისურვებდი, რომ მას ესაუბრა უფრო ფართო დიალოგზე პოლიტიკურ ოპოზიციასთან და არა მარტო საპარლამენტო, არამედ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. ვისურვებდი, რომ მას ესაუბრა წინა წლებში და ვფიქრობ, ეს მუდმივად ასე ხდება, დარღვეულ სამოქალაქო უფლებებზე. ვისურვებდი, რომ მას ესაუბრა საკუთრების ხელყოფის ფაქტებზე, ვისურვებდი, რომ მას ესაუბრა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამას ყველაფერს ჩადიან წლიდან წლამდე და რჩებიან დაუსჯელები. აი ამაზე ჩემის აზრით უნდა ესაუბრა ყველაფერთან ერთად ბატონ სააკაშვილს. ეს მას არ უთქვია. კარგით, ჩვენ ვისაუბრებთ უფრო ცალ თქვენ შენიშვნებზე. ბატონო გოგა, ანგარიშის ძირითადი, ასე ვთქვათ, მიმართულება და პრიორიტეტი იყო ეკონომიკური სირთულეების დაძლევა, ადამიანების დასაქმება. იზიარებთ ოპოზიციის არგუმენტებს, რომ ეს არ იყო საკმარისი, ვთქვათ, პრეზიდენტის წლიური ანგარიში. მთავარი პრობლემა პრეზიდენტის მოხსენებაში იყო ეკონომიკა და სოციალური პრობლემები, თუმცა ბოლომდე ვერ დავეთანხმებით, რომ პირობითად სამი ბლოკისგან შეიძლება ვთქვათ, რომ შედგებოდა ეს სიტყვა, თავშივე იყო საუბარი დემოკრატიაზე, ნამდვილად ეს ასე იყო შეგვიძლია ჩვენ ამონაბეჭდი ვნახოთ ამ სიტყვისა. შემდგომ ძირითადი და ვრცელი ბლოკი ეთმობოდა ეკონომიკურ პრობლემებს და სოციალურ პრობლემებს.
და ბოლოს იყო ბოლო ნაწილში იყო ცლად საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე და საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობაზე. ძირითადი ნაწილი მაინც ძირითადი ნაწილი იყო ეკონომიკაზე და ქალბატონო თემებს ასე ვთქვა და სირთულეების დაწლევას. ეს ასია დღეს მთელ სოფლიოში. დღეს მთელ სოფლიოში ძირითადი პრობლემა ადამიანებისთვის არის ეკონომიკა, იმიტომ რომ მართლაც ბზინვარებს სოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომლის შედეგები თუ მთავრობა მაგადადგა ძალიან პრინციპული და ძალიან გაბედული ნაბიჯები შეიძლება ძალიან მძიმე იყოს საქართველოსთვის. დღეს ჩვენ გვაქვს სახეზე ვითარება, როცა თუ კი ჩვენ შარშან ამ დროს ვფიქრობდით, რომ 2009 წელს საქართველოში იქნებოდა ეკონომიკური ზრდა ორნიშნა რიცხვით 10-12% სავარაუდოდ, დღეს ჩვენ გვიწევს დაპირისპირება სიტუაციასთან სოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა ბიუჯეტი უკვე 2%-ია დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის და ზრდის შენარჩუნება ეკონომიკაში ამ შემთხვევაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც ეკრება ჩვენს მთავრობას. ამ ზრდის შენარჩუნება უბრალოდ იმისთვის არ არის, რომ ლამაზი სტატისტიკა იყოს. ამაზე არის დამოკიდებული ის, რომ ჩვენ მოვახერხოთ პენსიონერებისთვის პენსიის თუნდაც მინიმალური გაზრდა, პენსიის არ დაგვიანება, პენსიის შეუფერხებელი გაცემა და ჩვენ ამას მოვახერხებთ. ამაზეა დამოკიდებული მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდა, რომელიც ერთით 25 ლარით უკვე გაიზარდა და კიდევ ერთხელ გაიზრდება 25 ლარით სექტემბერში. ამაზე არის დამოკიდებული, რომ ჩვენ მოვახერხოთ ჩვენი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დაზღვევის გადახდა ჯანმრთელობის. ამაზეა დამოკიდებული ის, რომ არა მხოლოდ სოციალურად დაუცველთათვის, არამედ იმათვისაც, ვისთვისაც დაზღვევა ხელმისაწვდომელი იყო აქამდე ამ პროდუქტის სიძვირის გამო, მათ გაუკეთოთ თანადაფინანსება. ანუ ეს არის ის პრობლემები, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ მილიონობით ადამიანს ჩვენ ქვეყანაში აინტერესებს და აინტერესებს პირველ რიგში ამ ადამიანებს ყავს ოჯახები, ამ ადამიანებს აქვს ცხოვრება და მათ აინტერესებს რას გააკეთებს ხელისუფლება მაშინ როცა დაწყებული ისლანდიიდან, რომელიც ჩავარდა უმძიმეს კრიზისში და მსოფლიო სავალუტო ფონდის კლიენტი გახდა, რასაც ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, დამთავრებული ლატვიით, სადაც პარექს ბანკი 4 ევროდ გაიყიდა და შეისყიდა სახელმწიფომ, როცა ეს ქვეყნები ამ პრობლემების წინაშეა, რას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება? ჩვენ ვიმოქმედებთ, ჩვენ შევასრულებთ ჩვენ პროგრამას, მიუხედავად ყველა სირთულისა, შევასრულებთ ყველა სოციალურ ვალდებულებას და ყველა ეკონომიკურ პროექტს. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავად ეკონომიკურ პროექტებზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ, თუმცა ოპოზიციის არგუმენტებს რომ პასუხი გავცეთ, თვლით თუ არა, რომ იგივე ადამიანის უფლებებზე ვთქვათ, რაც ჩამოთვალა ბატონმა გიორგიმ და ბევრ სხვა საკითხზე უნდა ყოფილიყო მაინც უფრო ვრცლად ვთქვათ საუბარი. თქვენი პოზიცია უბრალოდ. მე შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სულ ცოტა ხნის წინ იყო პარლამენტში მოხსენებით რამოდენიმე თვის წინ, სადაც მან გამოაცხადა საგამოძიებო კომისიას გულისხმობ. პარლამენტის გამოსვლას, სადაც მან გამოაცხადა დემოკრატიის ახალი ტალღა და ახალი დემოკრატიული რეფორმები ძალიან დეტალურად. ამ გამოსვლაში პრეზიდენტმა დაადასტურა ყველა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მიერ არის აღებული დემოკრატიული განვითარების მიმართულებით და თუ გნებავთ ციტირებასაც მოვახდენ, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი გზა, ეს არის გზა ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებისკენ და მხოლოდ ძლიერი დემოკრატია წარმოადგენს საქართველოს განვითარების ჭეშმარიტ მიმართულებას. რას ნიშნავს ეს? დეტალურად ეს იცის უკვე ყველამ, იმიტომ რომ ყველამ იცის რაზე არის საუბარი. საუბარი არის სასამართლოს რეფორმაზე და პრეზიდენტმა წინა გამოსვლაში დეტალურად თქვა საუბარია ნაფიც საჯულებზე, რაზეც გუშინ იყო საუბარი ნამდვილად. საუბარია მოსამართლეთა მათი კომენტარები მისმენთ პარლამენტის და ძალიან ბევრი ინიციატივაზე, რომელიც მოიცავს დემოკრატიის ამ ახალ ტალღას. აქ არაფერი მართლაც არც დასამალია, არც ირიბად სათქმელი არ არის. დემოკრატია არის ის გზა, რომელიც ჩვენ არჩეული გვაქვს და აუცილებლად ამ გზაზე ვიდგებით. გასაგებია, ბატონო გიორგი, მოდით ვისაუბროთ ჯერ ეკონომიკურ ნაწილზე, რადგან უმრავლესობა და იგივე პრეზიდენტის სიტყვის მთავარი ნაწილი იყო, ვთქვათ, ეკონომიკური სირთულეების დაძლევა. იქ გაჟღერდა ახალი სოციალური ინიციატივები, მაგალითად, მწეროვანის რეზიდენციის დევნილებისთვის გადაცემა, სამთავრობო რეზიდენციების გასაყიდად მომზადება 5 ლარიანი სადაზღვევო პაკეტი. კონკრეტულად ამ საკითხებთან მიმართებაში თუ გაქვთ პრეტენზია შენიშვნები და გადავიდეთ პოლიტიკურ ნაწილზე. საინტერესო კითხვა არის, დავიწყოთ რეზიდენციებით. ამ ბოლო წლების მანძილზე შენდებოდა ძალიან ბევრი რეზიდენცია ქვეყანაში. შეთაშორის ეს შენდებოდა მაშინ, როცა 100,000-ობით ადამიანი პირდაპირ ამ სიტუაციულობით სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. ეს შენდებოდა წინა წელს, იმის წინა წელს, მაგალითად ჩვენ თვალწინ შენდება ალავერის სამთავრობო რეზიდენცია, რომელშიც რამდენი თანხა იხარჯება, კაცმა ვერ გაარკვია. ეხლა თქვენ რომ მოგინდეთ გაიგოთ, რამდენი იხარჯება პრეზიდენტის
რეზიდენციის შენობაში ამას ვერ გაიგებთ. იმიტომ რომ მე პირადად არის ეს საჯარო. არ არის, რა თქმა უნდა, მე პირადად ვერაფერს ვერ მოვიძიე, ეს ინფორმაცია არის დახურული. ყოველთვის ესე იყო თავიდანვე, რა თანხებით შენდება, როგორ აშენებს, ვინ აშენებს, კაცმა არ იცის, ამას ვერ გაიგებთ ვერასდროს. თუ ვინ მოგვაწვის ამ ინფორმაციას, კარგი იქნება, მე სარგებლობ შემთხვევით და ჩემ კოლეგას ვთხოვ ამას, საინტერესოა. ამ დროს დაიწყო, დავამთავრებ მე, ამ დროს დაიწყო, სწორედ წეროვანი სამთავრობო აგარაკის შენებლობა, დაიწყო ზუგდიდში აგარაკის შენებლობა, რა ეს აგარაკები, რა მჟავანაძის დროს იყო აშენებული, შევარნაძის დროს იყო აშენებული. მაშინ რატო ვიწყებთ ამ აგარაკების შენებლობას? და მე ერთი რამე მინდა გითხრათ, ეს აგარაკები ეკუთვნის პირველ რიგში ხალხს. და ბატონ სააკაშვილს ხშირად ავიწყდება, რომ მისი ძალაუფლების, ხელისუფლების წყარო არის სწორედ ხალხი. ამიტომ საუბრები, რომ ეხლა ამას თქვენ გაჩუქებთ, გადმოგცემთ, ქართულ ხალხს არ ჭირდება არაფრის დაყვედრება, ეს ისედაც მისი საკუთრება არის. ამიტომ ეს არ არის აგარაკი, რომელსაც გიტოვებს ბები ან ბაბუა, ეს არის ის აგარაკი, სადაც უნდა იცხოვრონ მომავალმა პრეზიდენტებმა, უნდა დაისვენონ მომავალმა პრეზიდენტებმა, ეს ისე ზოგადად. ამიტომ არ გვინდა ჩვენ ამაზე მუდმივად საუბარი, მაშინ საერთოდ არ უნდა დაგეწყო ამის გაკეთება. რომ მე არ დაგეყვედრებინა ამ ხალხისთვის, რომ მე შენ ახლა ამას დაგიბრუნებთ. მაშინ მე კაი იდეა შემოგთავაზებთ. ის აგარაკი, რომელიც ახლა აგარაკი არა, რეზიდენცია, რომელიც შენდება აულაბარში, გადავცეთ ქართულ ხალხს და იქ დემოკრატიის მუზეუმი გავაკეთოთ. აი ხო არის ოკუპაციის მუზეუმი. და მე ხელისუფლებას აბსოლუტურად ამ პათეტიკაში მხარს ვუჭერ. უნდა იყოს ესეთი მუზეუმი. მაგრამ უნდა იყოს ასევე დემოკრატიის მუზეუმი. აუცილებლად. როგორი უნდა იყოს საერთოდ ხელისუფალი, როგორი დემოკრატია უნდა დააფუძნო ქვეყანაში, იმიტომ რომ დემოკრატია მხოლოდ დაზღვევის სისტემა არ არის, დემოკრატია მხოლოდ კაი გზა არ არის, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ ამაზე. კი ბატონო, მე ამაზეც ვისაუბრებ. იმიტომ რომ აი იყო ჩემი ჩართვა, თქვენ ჩაიწერეთ ჩემი გამოსვლა, მე მახსოვს ეს ყველაფერი. მე ეპოქიშვილი ვარ ასევე 1979 წელს გავჩნდი. იყო ცენტრალური გათბობა, დენიც იყო მუდმივად, თუმცა ხმაც მოიღებდი, უკეთეს შემთხვევაში ცხვირს დაგამტროდნენ, უარეს შემთხვევაში ტაიმირზენ ჩუკოტკაზე გაგიშვებდნენ, ანუ ის იქეთ გაგიშვებდნენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ჩემ თავზე განვიცადე ეს ყველაფერი, ჩემ თავზე პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჩემ თავზე განვიცადე და იქ იყო ერთი მოგიყვებით. იქ იყო კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო პასაჟი, რომ მოხდა მსგავსობა ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში, ნაციონალურ მოძრაობის ერთ აქტივის ხელით შეეხნენ, მე შემეხნე ხელით. აგო პასუხი ამაზე ვინმე? აი ხა მომავალი სტუმარი კობა დავითაშვილი მოკლეს თემაში, აგო ამაზე პასუხი ვინმე? აგო ამაზე, არავის არ უკია. ბეჟა გუნავა დაამთავრებ და ვიძინე გუჯობიძე მოკლეს თემაში დეპუტატები ზუგდიდში. იცით რა აკმარეს? 20 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა და 500 ლარი ჯარიმა. ვინმე გამოიძია საქმეები, რატო მარტო ის ოპოზიციონერია დამრეშავე, ვინც ხელი აღმართა და მე დავუსვი ბატონ ზოდელავას, ჩემ კოლეგას ასევე პარლამენტში, აი შენ რო დახვდნენ ჩემ მოძმო ქუჩაში მეთქი, ხა როგორც მე დავხვდნენ, სხვათა შორის. და რო გცემონ. რა დაემართებათ ამ ადამიანებს? ეს ადამიანები სისხლის სამართლის წესით აგებენ პასუხს კანონის წინაშე თუ არ აგებენ, თუ მათ ისევ ადმინისტრაციული წესით დააჯერებენ. თქვენ საქმის კურსში ხართ, დასრულებულია თქო გამოძიება ამ საქმეებზე, დაწყებული ან დასრულებული. გამოძიება ის შემთხვევაში არც დაწყებულა და არც დასრულებულა და არც არავინ აპირებს ამის გაკეთებას. ამაში თქვენი პასუხი თუ შეიძლება გადაიდოს და მე პრეზიდენტის თუმცა ამ ბრალდებებს გაძლევთ საშუალებებს გასცეთ პასუხი. თქვენ შეკითხვაზე რომ შეფასებული იყო პრეზიდენტის გამოსვლის ეკონომიკური ნაწილი ჩვენ შეფასება ვერ მოვსწრეთ. და ერთი შეფასებისა რომ საბჭოთა კავშირში იყო შუქი და იყო გაზი. საკითხი სწორედ ამაშია რომ საქართველოს სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ დაიმკვიდროს თავი როგორც სახელმწიფომ და ის რაც იყო საბჭოთა კავშირში იმის შექმნა შეძლო საქართველოს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფომ. საბჭოთა კავშირში საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ყოფილა. ის იყო დიდი იმპერიის განაპირა პროვინცია მეტროპოლიის გაგებით, მოსკოვის გაგებით. დღეს საქართველოს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენი დამოუკიდებლობის ბოლო 20 წლიან ისტორიაში და ჩვენ უფრო დამოუკიდებელი საქართველოს შვილები ვართ ვიდრე საბჭოთა კავშირის შვილები, ხოლო ბავშვობა მოესწრო ალბათ ჩვენი საბჭოთა კავშირის. საქართველოში ეს პრობლემები იყო მუდმივად მოუგვარებელი და ამ წლების განმავლობაში მე მგონი არის დრო დღეს იმისა, რომ ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ პენსია, მაქსიმალურად შევუქმნათ ადამიანებს საშუალება, რომ სოციალურად რაც შეუძლია სახელმწიფოს მაქსიმუმი გააკეთოს. მაქსიმუმი შევძლოთ იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შუქი და მათ დღეს აქვს შუქი და ასე შემდეგ. ანუ ეს ნამდვილად არ არის უნიშნელო საკითხები, ისევე როგორც არ არის უნიშნელო საკითხი დემოკრატიის საკითხი. ნამდვილად არ არის უნიშნელო. ახლა მე
ვერ ვაკეთებ ხოლმე სერიოზულ კომენტარს, როცა დღევანდელ საქართველოს ადარებენ საბჭოე კავშირს, იმიტომ რომ ქვეყანა სადაც მართლა ხმის ამოღებაზე, კი არა, წიგნის წაკითხვაზე იყო, არასწორი წიგნის წაკითხვაზე დაწყებული არქიპელაგ გულაგით და დამთავრებული არ ვიცი მე-19 საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსის ნაშრომისთვის, შოპენჰაუერის ნაშრომისთვის შეიძლება წასულიყავ ციხეში. აი ამ ქვეყანას როცა ადარებენ, ქვეყანას სადაც დღეს მართლაც მიუხედავად ძალიან ძაფრი ზოგჯერ პოლიტიკური დაპირისპირებისა და შარშანდელი ნოემბერი არის მართლაც ყველაზე ცუდი მომენტი ალბათ ერთ-ერთი არა ყველაზე ცუდი 91-92 წელს თუ შევადარებ აქამდე არ მივიდა შარშანწი საქართველოს მაგრამ ძალიან ახლოს იყო ძალიან ძაფრ საზოგადოებრივ დაპირისპირებასთან რომელიც გულისხმობდა აბსოლუტურ მკვეთრ დაპირისპირებას პოლიტიკურ ძალებს შორის და დღეს ჩვენი პასუხისმგებლობა არის ორიენტაცია მომავალზე სწორედ ყველაფრის გაკეთება იმისათვის რომ საქართველოს არასოდეს 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუბრუნდეს სწორედ ამიტომ უნდა გაკეთდეს ყველაფერი რომ ჩვენ შევძლოთ ნორმალური პოლიტიკური დებატების ფარგლებში ნორმალური კონკრეტული ბრალდებები გაისმა გიორგი ცაგარეიშვილის მხრიდან მე მინდა ამაზეც გასცეთ პასუხი რომ განვაგზო უბრალოდ საუბარი აქ საუბარი იყო იგივე ცების ფაქტებზე და გამოძიებებზე მე ვიმეორებ კიდევ ერთხელ რომ ის რაც მოხდა 7 ნოემბერს ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გაკვეთილი ისწავლა და ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე პრეზიდენტი გადადგა მან გამოაცხადა საპრეზიდენტო რიგარეშე არჩევნები მან გამოაცხადა საპარლამენტო არჩევნები და ქართულმა ხალხმა მოითხოვა პლებისციტით საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ორი არჩევნები და ქვეყანამ ეს ძალიან ძაფრი რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალათა შორის სადაც მოდით ვთქვათ რომ ძალადობას და გადამეტებას ძალისას თუ ლეგიტიმური ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი ხელისუფლების მხრიდან, აბსოლუტურად არალეგიტიმური ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან და პირდაპირ მოწოდებით სახელმწიფოს დამხობისკენ ჩვენ ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ მზადდებოდა და იგეგმებოდა თანამდებობის პირების მოწამვლა, ხელისუფლების დამხობა, ძალადობის გზით და ასე შემდეგ. ანუ მე არ მინდა დაუბრუნდე ამ საკითხებს, მე მინდა ვიფიქრო მომავალზე, ალბათ იმედია როგორც ბატონ გიორგის და მინდა რომ არასოდეს საქართველოს აღარ დაუბრუნდეს მძაფრი რადიკალური პოლიტიკური დაპირისპირება. მე ამაზე შემიძლია ხოლმე თქვა ერთი რამე. გაძლევთ საშუალებას ოღონდ პრეზიდენტის სიტყვაზე გადავიდეთ, იმიტომ რომ დღემდე ჩვენ თემა ეს არის. მოკლე პასუხი. აწყო შობილის წარსულისგან არის შობილი მომავლის. აი ეს მინდა უთხრა ჩემ კოლეგას. ამის და ამას ეს ვერ მიეცემა დავიწყებას ვერასდროს. მე აბსოლუტურად დავეთანხმები ბატონი ახვლედიანის სიტყვებს. გასაგებია გადავიდეთ იმიტომ რომ ყველაფერს ნათელი უნდა მოიფინოს წინამდე შემთხვევაში ჩვენ ამ უძიმეს ფურცელს ჩვენი ისტორიასაც ვერასდროს ვერ გადავფუძნებთ და ერთი პრობლემა ხელისუფლების დღესაც ხელისუფლებას გონია რომ ის 100,000-ობით ადამიანი რომელიც ქუჩაში გამოვიდა იმიტომ რომ მათ ჰქონდათ სოციალური პრობლემები აი ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა ამ ხელისუფლების ამ ადამიანებს შეიძლება ჰქონდათ სოციალური პრობლემები, ოღონდ ეს ადამიანები მაგისტვის არ გამოსულან. არც 5 ლარიანი დაზღვევისთვის გამოსულან, არც 20 ლარიანი პოლისისთვის გამოსულან. ეს ადამიანები გამოვიდნენ თავიანთი უფლებების დასაცავად. ამისთვის გამოვიდნენ. ზღვას კომოთ არის ძალიან ბევრი ადამიანი მონაცემებზე ახლა დავაბატნო გიორგი და თქვენ თუ გახსოვთ არც ერთი ლოზუნგი, არც ერთი პლაკატი არ იყო, რომ გაგვიზარდეთ ხელფასები, მოგვიმატეთ პენსიები იმიტინგებზე და 300,000 კაცი მოვიდა იპოდრომზე. არც ერთი ლოზუნგი არ იყო. ეს იყო პოლიტიკური მოთხოვნა, მაგრამ ცალკე სოციალური მოთხოვნა. უნდა დაუბრუნდე. კომენტარი, ამაზე აუცილებლად უნდა გავაკეთოთ კომენტარი. იმ ფილმებზე რო აღარ თქვა ფემინისტის გადაღებული. ახალ გვინდა 7 ნოემბერიდან გასული წელი ბატონ გიორგი. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა რომ ადამიანებს ჰქონდათ მხოლოდ სოციალური და მხოლოდ ეკონომიკური პრობლემები. მე ვთქვი და კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ იმ ძალიან კრიტიკული დღეების შემდეგ ხელისუფლებამ გამოიტანა დასკვნები და მართლაც დიდი გაკვეთილი მიიღო, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს დასკვნები გამოიტანა ოპოზიციამაც, ყოველ შემთხვევაში მისმა ნაწილმა და მანაც გააკეთა დასკვნები ამის შესახებ. ამიტომ ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ მუდმივად რადიკალური, ცხელი, კულმინაციური, ასე ვთქვათ, წერტილში მყოფი დაპირისპირების ფონზე არ უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ უნდა შევძლოთ და ეს πολιτიკური კრიზისი პოლიტიკური მეთოდებით განიმუხტა, არ არსებობს უფრო უკეთესი განმუხტვა კრიზისისა ვიდრე ეს. ჩვენ უნდა შევძლოთ ნორმალური პოლიტიკური კონკურენციის პირობებში მუშაობა. ჩვენ არ უნდა ჩვენის მხრიდან ბუნებრივია არ ფიქრობთ, რომ ის 1000-ობით ადამიანი, რომელიც იდგა ქუჩაში რაღაცა ვთქვათ რაღაც შემთხვევაში ძალიან წარსულზე ვსაუბრობ. მე მინდა ჩემი შეთავაზება იყო ვესაუბრა მომავალზე და იმაზე რა უნდა გაკეთდეს მომავალზე. აკრიტიკებთ თქვენ გულისხმობ ოპოზიციას, არა მხოლოდ თქვენ პრეზიდენტის გამოსვლას, თუმცა გაისმა კრიტიკა ოპოზიციის გამოსვლების მიმართაც. ითქვა რომ მოსალოდნელი ბევრი ელოდა უფრო მწვავე გამოსვლებს. შესაძლოა უფრო კონკრეტულ საკითხებზე დებატებს. მოკლედ შევეხებით და გადავიდეთ შემდეგ პრეზიდენტის გამოსვლაზე. საინტერესო იყო მაგალითად მაგალითად ქალბატონი ბურჯანაძის
გამოსვლა იყო ყველაზე საინტერესო წყალებში, რა თქმა უნდა. თურმე იგი ეხვეწებოდა, ემუდარებოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ წინა მოწვევის პარლამენტში მოსულიყო მრავალჯერ გამოცხადებულიყო. უკვე საკმარისად ვისაუბრეთ ოპოზიცია საუბრობს, რომ მეკცენ პასუხს. შეგაიდეთ მომიშულოთ, თუ კი ამ ადამიანს ემუდარებოდი, რომ მოსულიყო ამ პარლამენტში და არ მოდიოდა. მაშინ გადამდგარიყავი ამ პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც გადადგა ბატონი ჟვანია, გაბედა და გადადგა. გადამდგარიყავი, წამოსულიყავი ოპოზიციაში, მაგრამ ტკბილი. ძალიან ტკბილია ხელისუფლება. ამის დათმობა უჭირთ ადამიანებს, ხვდებით? კარგით. გადავიდეთ თქვენივე კრიტიკაზე, თქვენს როგორც საპარლამენტო უმცირესობა, საზოგადოების ნაწილმა გაგაკრიტიკათ და გამოითქვა ესეთი მოსაზრებები, რომ გამოსვლები, იგივე თქვენ არ გამოსულხართ ტრიბუნასთან, თუმცა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერების და დეპუტატების გამოსვლები წინასწარ დაგეგმილ, ასე ვთქვათ, იგივე პასუხობთ ახლა. მესმის, მაგრამ მაინტერესებს რამდენად მისაღები იყო ეს კრიტიკა. თქვენ როგორ უყურებთ? ოღონდ იცით რა, ვერ ხვდები ხოლმე, ვინ გეგმავს ამას? ვინ მე სახში მოვაქვთ ამანათით თუ როგორ მიგეგმავენ არა საუბარი ხო რომ თავად ოპოზიციამ წინასწარ მოამზადა და მერაბიშვილის ზმანება სააკაშვილის ძილში მომდის ისინი ჩამესმის მე ყურში რომ ჩურჩულე შენ ეხაც აგარეიშვილო როცა დაინახავ სააკაშვილს უნდა თქვა ეს არ თუ აი ამიხსენეთ ერთი თუ ამაზე მუდმივად არის საუბარი ხვდებით და ეს არის აბსოლუტურად მოაბეზრებელი მე ვაკეთებ ჩემს საქმეს ვაკეთებ ხალხისთვის ამ საქმეს საზოგადოებისთვის ამ საქმეს ადამიანებს გონიათ რომ სხვანაირად შეუძლიათ საქმის კეთება კეთილი და პატიოსანი გააკეთონ კი ბატონო გააკეთონ ეს საქმე როგორც ამას ყველაფერს შეაფასებს ხალხი ჩემოკარგებო ხალხი და არა თქვენ მე თქვენ როცა თქვენ არ გულისხმობთ მე პოლიტიკურ ლიდერებს გულისხმობ ბატონო გიორგი სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შედგა გუშინ საპარლამენტო დებატები ასე ვთქვათ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ რატომ იღეთ ეს გადაწყვეტილება ორივე მხარესთან ასე ვთქვათ უმრავლესობის და უმცირესობის პასუხიც მაინტერესებს მაგრამ იყო რაიმე განსხვავებული ამ პარლამენტში როდესაც პრეზიდენტი დათანხმდა ამ დებატებს ხო როცა მე ვამბობ თუ თვლით რომ საჭირო იყო ეს ყველაფერი როცა მე ვამბობ რომ 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ ძალიან ბევრი პრინციპული საკითხის გადახება დავიწყეთ დაწყებული სოციალური პოლიტიკით, ეკონომიკური პროექტებით, პოლიტიკური თქვათ სტრატეგიით და ტაქტიკის თვალსაზრისით, ხო? მე აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ იმას, რომ ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ საქართველო და მისი უსაფრთხოება იქნება უფრო მეტად დაცული, თუ ჩვენ და ოპოზიცია, საპარლამენტო, არასაპარლამენტო მოვახერხებთ ნორმალური პოლიტიკური კულტურის ფარგლებში დარჩენას. ამას რასაკვირველი აძლიერებს ნებისმიერი ფორმატი დებატები, მათ შორის პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ მისი დარჩენა საპარლამენტო დებატებზე და ასეთი დებატების გამართვა. ეს არის ჩემი აზრით იყო ძალიან სწორი და მხარდასაჭერი იდეა. და ამ დებატების შედეგად ბატონ გიორგი გაისმა ესეთი შეფასება უზურპატორი ლაპარაკის საქმის ნაცვლად საქართველოს მმართველი პრეზიდენტის გარშემო უბრალოდ კითხვა მაქვს რომ ეს ფრაზები მმართველი გუნდის და პრეზიდენტის მისამართით თქვა თქვენი მოსაზრებით რატომ დაიმსახურეთ ასეთი მწვავე კრიტიკა რატომ გამოიწვია მე მესმის რომ როცა პრეზიდენტი გამოდის და ამბობს რომ დაზღვევა მათთვის ვისაც ეს ხელმისაწვდომი არ იყო გახდება ხელმისაწვდომი როცა ისამბობს რომ პედაგოგთა ხელფასები გაიზრდება როცა ისამბობს რომ მიუხედავად ეკონომიკური რეცესიისა პენსიების დისტენდენცია შეინარჩუნდება როცა ისამბობს რომ 2.2 მილიარდიან პაკეტს საქართველოს მთავრობა გამოყოფს ეკონომიკური სტიმულირებისთვის ძალიან რთულია გამოხდიდა და თქვა რომ ეს ყველაფერი ცუდია მაგრამ ოპოზიცია არის იმ სიტუაციაში რომ ბუნებრივია მან უნდა წამოაყენოს კრიტიკული მოსაზრებები შესაბამისად გუშინ მე მოხსენების კრიტიკა პრეზიდენტის ამ ხედვისა და მოხსენების კრიტიკა არ მომისმენია. იყო კონკრეტული პრეტენზიები. მოდით მოვისმინოთ. ჩვენ გვაქვს ფრაგმენტები მომზადებული იგივე საპარლამენტო ოპოზიციის გამოსვლებიდან. ნახოთ და შემდეგ თქვენი მოსაზრებები. დაუცველი ქართული სოფლის პირობებში შედეგად მივიღეთ ვითარება, როცა გლეხებს ყოველგვარი мотиваცია აქვს დაკარგული იშრომონ სოფელში, მოიყვანონ პროდუქცია, გამოყვებონ ოჯახი და მით უმეტეს ქვეყანა. და ერთადერთი ალტერნატივა, რაც მას რჩება, ეს არის საშოვარზე გაემგზავროს ქალაქში, რომელსაც კიდევ ანიშოვის ან არა. ან კიდევ უარესი ალტერნატივა, ეს არის გადაიხვეწოს უცხოეთში. გაიყიდა და მართვის სხვადასხვა ფორმით გადაეცა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები, ბუნებრივი რესურსები, საბანკო სექტორის ნაწილი ჩვენ მტერს, სახელმწიფო რუსეთს. და ეს არ არის ეკონომიკაში ტოლერანტობის გამოხატულება. მოსამართლეები უნდა განთავისუფლდნენ პოლიტიკური ზეწოლისაგან. მეწარმეები და ბიზნესი უნდა გადავისუფლდეს აუცილებლად პოლიტიკური წნეხისაგან. ყველა მეწარმე უნდა იყოს თავისუფალი თავის არჩევანში. ერთი წელია ამაზე ლაპარაკია, რამდენიმე თვეა კომისია შექმნილი, გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. რატომ? იმიტომ რომ გვაწყობს, რადგან პრემიერი მოვა აქ, შემდეგ პრეზიდენტი და იტყვის რომ საქართველოში თურმე 14%-ია დაუსაქმებელი ადამიანი და შესაბამისად
23% მათივე აღიარებით და თქვენი აღიარებით მარტო სიღარების ზღვარს ქვემოთ არის. რა გამოდის? ესე იგი, ეს შუალედი 23-სა და ამ 14 შორის თურმე დასაქმებულიც ყოფილა და იმდენად მიზერულ ხელფას იღებს, რომ მაინც სიღარების პროგრამაში ხვდება. აი ეს არის მთელი აბსურდი და აბსურდიზაცია საქართველოს სტატისტიკური პოლიტიკის. ანუ იყო მაინც კონკრეტული შენიშვნები, თუმცა ბატონო გიორგი ჯერჯერობით სხვა არაფერი არაა, თუ არა ციფრებით მანიპულირება, უმუშევრობა ითვლება ქვეითუნარიანი მოსახლეობისგან, ხოლო სოციალურ დაუცველთა ბაზაში არიან პენსიონერებიც, უფასო დაზღვევა ეხება მასწავლებლებსაც, ანუ 23% და 14% აბსოლუტურად ერთმანეთისგან მოწყვეტილი კონტექსტით არის. და ბევრ პრეტენზიას და შენიშვნებს თავად პრეზიდენტმაც გასცა გუშინ პასუხი ბატონო გიორგი. თქვენ თუ იზიარებთ აი ამ შენიშვნებს და ზოგადად გასაგებია პოლიტიკური ნაწილი, ეკონომიკურ ნაწილში თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული შენიშვნები, იგივე როდესაც ამ სადაზღვევო, რომელიც ყველაზე ახალი სოციალური ინიციატივა იყო, საინტერესოა იგივე სადაზღვევო კომპანიებთან თუ იყო ეს შეთანხმებული, იმიტომ ბევრი ამბობს, რომ შესაძლოა ეს გარკვეული დარტყმაც აღმოჩნდეს ბატონო გიორგი სადაზღვევო კომპანიებისთვის, თუმცა ჯერ თქვენ მიპასუხეთ, რა შენიშვნებია ეკონომიკურ ნაწილში. ამ შენიშვნებს რომ არ ვიზიარებდი, ამ ადამიანებთან ერთად არ ვიქნებოდი ნამდვილად უმცირესობაში. ეს ერთი, მეორე, როცა ფრაქციის დომაზე იყო მობრძანებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბატონი გილაური, მან თქვა და აღიარა ეს მისი სიტყვებია, იმიტომ რომ ბატონი გოკა ამბობს, რომ ჩვენ მანიპულირებთ ციფრებით. გასულ წელს იყო 500.000 სიღარიბეს ზღვარს მიღმყოფი ადამიანიც, ეხლა არის უკვე 900.000. ეს პრემიერ-მინისტრმა თქვა, შეეკითხეთ მას, თქვენი გუნდის წევრია, 900.000. და პროგრამა სამთავრობოს ქვია ერთიანი საქართველოს სიღარიბის გარეშე. მე მგონი ერთსაც დავშორდი ძალიან შორი მანძილით და მეორეზე საერთოდ საუბარი არ არის. ეს არის სიღარიბის გარეშე, როცა მილიონი ადამიანი საქმე არის იმაში, რომ იმდენი ადამიანი არ იყო სოციალურად დაუცველთა ბაზაში, რამდენიც იყო რეალურად სოციალურად დაუცველი. და თქვენ გახსოვთ არჩევნების წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნათლად განაცხადა, რომ მოხდება ამ ბაზების გადახედვა და მოხდება ქულის აწევაც, ანუ რაღაც ელემენტარული რაღაცა თუ აქვს ადამიანს, ის მაინც სოციალურად დაუცველია, თუ მას არ აქვს საკმარისი შემოსავალი. შესაბამისად მოხდა ჯერ ესეთი ბაზების განახლებაც და ეს ახალი სოციალურად დაუცველი ადამიანები კი არ არიან. ეს არიან იგივე რაოდენობა სოციალურად დაუცველი ადამიანები, ოღონდ მათზე გავრცელდა სახელმწიფო დახმარება. ის რაც სახელმწიფომ გააკეთა სწორედ ეხლა არის ცდილობა, რომ გამოვიყვანოთ, რომ ეს არის სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდა. ესეთი მერე მეორე, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ 1.200.000 ადამიანზე, რომელიც იღებს დაზღვევას, აქ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. აქ არ იგულისხმებიან მხოლოდ ადამიანები, რომელსაც არ აქვთ სამუშაო. აქ იგულისხმებიან ინვალიდებიც, აქ იგულისხმებიან პენსიონერებიც, როცა ვსაუბრობთ ციფრებზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ციფრები მოვიყვანოთ ზუსტად, არ გქონდეს ადგილი ციფრების მანიპულირებას, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა იმ რეალურ ადამიანებს, რომელსაც უჭირთ, გაუწიოთ სოციალური დახმარება, ხოლო ვისაც შეუძლია მუშაობა, მაქსიმალურად შევუქმნათ. უფრო კონკრეტული შენიშვნები ციფრებზე ვისაუბრებთ, ჩვენ დრო იწურება და რამდენიმე კითხვა უნდა მოვასწროთ. თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეს პროგრამა შედგა, დიახაც ეს პროგრამა უნდა შედგეს. უნდა დავეხმაროთ ჩვენ ხალხს, უფრო უნდა დავეხმაროთ. ეს სადაო მე მგონი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ სწორედ ამ ხელისუფლების ხელშია ეს უზარმაზარი ციფრები, ხა ძალიან არ უყვარს ხელისუფლების ციფრებზე საუბარი, მაგრამ სწორედ ამ ხელისუფლების ხელში მივიღეთ ჩვენ მილიონზე უფრო მეტი. ამიტომ რა თქმა უნდა ამ ციფრებს აი როგორც გავაღარებთ ახლა ეს ხალხი ისე რომ დავეხმაროთ, ეს ერთი. მეორე და არის ეს ამ დახმარების პროგრამა, ეს რომ თუ ეს პროგრამა უნდა მიგვეღო, ერთი თვის უკან ჩვენ მივიღეთ ბიუჯეტი სახელმწიფო. ჩემს აზრით ეს ყველაფერი უნდა ისახოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხო? ანუ კორექტირება უნდა მოხდეს ბიუჯეტის. ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე რა მაინტერესებს? ბიუჯეტები შეუცირდა ბევრ უწყებას, იგივე ადმინისტრაციული ხარჯები მცირდება. არ გაგცეთ წინა კითხვაზე პასუხი. ერთი თვის უკან იგივე ადამიანი ბატონი გილაური, თუ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო, რატო არ მოხდა ერთი თვის უკან? იმიტომ რომ ბიუჯეტი ეხლა ერთი თვის უკან დავამტკიცეთ და ბატონი გალობლიშვილი ამოტყფობდა შემომტანი ბიუჯეტის პროექტის იყო ბატონი გილაური და ეს როდის მომზადდა? აი მე იმ კითხვას უბრუნდები, რომელიც თქვენ დაუსვით ბატონ გაბაშვილს, რომ ეს ხო არ არისო ნაუცბადებლად გაკეთებული და ხო არ დაარტყა სადაზღვევო კომპანიებსო. ეს ყველაფერი 20 დღეში ჩამოყალიბდა ამ ხელდა პროგრამა. არ ჩბატეს ერთი თვის უკან არ იყო, ეხლა იყო. კითხვა უნდა დავსვამ, ჩვენ დრო ამოიწურა. პროგრამა 20 დღეში არ ჩამოყალიბდა. რატომ მანამდე არ იყო შეთავაზებული თქვა იგივე საუბარი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ ინიციატივების კრიტიკა მე არ მომისმენია არც გუშინ და ვერ ვისმენ ვერც დღეს, იმიტომ რომ ბუნებრივია, ვერავინ ვერ ეტყვის, რომ ეს არის ცუდი ინიციატივა. ერთადერთი შეიძლება აი კრიტიკა ასეთი კუთხით წარიმართოს, სად იყო ეს პროგრამა გუშინ წინ. სწორედ სამთავრობო განხილვების დროს, რომელიც გაიმართა ცოტა ხნის წინ,
მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კი ჩვენ 1,200,000 ადამიანს ვაძლევთ დაზღვევას უფასოდ, იმიტომ რომ სახელმწიფო იხდის და კი ვინც შედარებით შეძლებულია ის ყიდულობს ძვირიან პაკეტებს დაზღვევისა 100 ლარი და მეტი 120 და 125 ლარი. მაგრამ რა უყოთ იმ საშუალო ფენას, რომელიც არც სოციალურად დაუცველია და ამიტომ იმას არ უხდის სახელმწიფო და არც იმის საშუალება აქვს, რომ 120 ლარიანი იყიდოს. ამათ რა უყოთ? ამ საკითხს ოპოზიციაც სვავდა და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს თვეების და წლების განმავლობაში. საბოლოო ჯამში გადასტა, რომ აი მთელი გამოთავისუფლებული ფულით, რომელზეაც მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მანქანებზე, ბიუროკრატიისთვის, მანქანებზე, მივლინებებზე, სატელეფონო კომუნიკაციაზე, სახლებზე, რეზიდენციებზე, ამ თანხით იმ პრობლემას მივხვდეთ, რომელშიც მათ შორის ოპოზიციაც სვავდა ამ პრობლემას და ეხლა იმის მაგალითად ჩვენთან ერთად ხას უსვავდნენ იმას, რომ ეს არის ძალიან სწორი და გასაკეთებელი საქმე. მაინც ცდილობენ, რომ რამოუძებნოთ რაღაცა ისეთი რაკურსი, რომ არ მოვიწონოთ ის, რაც კეთდება კარგი. მე მგონი ეს არ არის სწორი მიდგომა და მე მგონი ადამიანი, რომელსაც დღეს ჩვენ ვეუბნებით, გუშინ პრეზიდენტმა უთხრა, რომ თუ შენ არა გაქვს თანხა, რომ შენი თავი და შენი ოჯახი დააზღვიო, მე თანადაფინანსებით მოგცემ ამის საშუალებას. იმ ადამიანს ეს უხარია. დაზღვევას უხარია, იმიტომ რომ მას სახელმწიფო თანადაფინანსებას უკეთებს. უზარმაზარ რაოდენობა სადაზღვევო პაკეტების გაყიდვაზე, რომლის გაყიდვის საშუალება მას არ ქონდა, იმიტომ რომ არ ყავდა ყიდველი. დამზღვევს უხარია. ექიმს უხარია, იმიტომ რომ მას შემოზდის ბევრად მეტი ადამიანი, ვისაც ადრე საშუალება არ ქონდა. პრეზიდენტის გამოსვლა შესაძლოა იყოს საკმაოდ დასრულებული. მე ბოლო კითხვა დავსვამ. ერთ საინტერესო რაღაც მინდა ჩვენს ხალხს. რაღაც მინდა და მოკლედ პოლიტიკური ძალები, რომელიც ძალიან მოკლედ მე ბოლო კითხვა დავსვამ და უნდა დაგესწრებოთ ჩვენს სტუმრებს ადამიანებს. კონკრეტულ ადამიანებს, როცა საუბრობა ბატონი სააკაშვილი, აი კონკრეტული ადამიანია მაგალითად ინგა მსხილაძე და მისი შვილი დიმიტრი ხათერიშვილი. ეს ადამიანი შეურაცხადი ადამიანის ჩვენების გამო უკანონოდ იხდის სასჯელს და არის უკანონო პატიმარი. მე დაუკავშირდი მთავარ პროკურატურას, მაგრამ ხმა არავის არ ამოუღია და არ გაუციათ. კონკრეტული ადამიანი, კი ბატონო, ეხლავე. არის ესეთი კახაბერ ჯამალაშვილი, რომელსაც შეუკრიბეს უკანონოდ სასჯელი და უკვე 1 წელია უკანონოდ იხდის სასჯელს და უზენაეს სასამართლომ ეს საქმე გვერდზე გადადო. ესეც კონკრეტული ადამიანია. მე მინდა აი ამ ადამიანების პრეზიდენტიც იყოს მიხეილ სააკაშვილი. აი ამ ადამიანების პრეზიდენტი, იმიტომ რომ ვიღაცის პრეზიდენტი რომ არის, გავიგეთ. ისაც უჭირს. აი ამ ადამიანებს უკიდურესად უჭირს. ეს ადამიანები არიან დაჩაგრულები. დაჩაგრულები, გაუბედურებულები. წნეხის გამო. კიდევ არსებობს ესეთი სკოლა არსებობს. ერთ-ერთი ლიდერი გიორგი, მოდით ეს ბატონ გიორგის ამგვარეთ რომ დაინტერესებს მართალი გუნდი ამ კონკრეტული საქმეებით. ეს უკვე პირდაპირ ეთერში თქვა და ძალიან ბევრი არის გასი პრობლემა. ეს ბავშვების გასაგებია მართალი გუნდის ლიდერი აი ამათი პრეზიდენტიც უნდა იყოს ბატონი სააკაშვილი. როცა მიღწეული იქნება კარგი არის. და როცა ჩვენ ძალიან პრობლემაში სკოლის ფოტოებს ვაჩვენებთ საზოგადოებას, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გარკვევით და სიტყვა თქვა, რომ საქართველოში არის ჯერ კიდევ ბევრი სკოლა, სადაც მოსწავლეებისთვის სწავლის პირობები არ არის და იქ სწავლის პირობები არის შესაქმნელი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუშინ არც ერთი პრობლემა და ზოგადად ქვეყანაში არსებულ გარკვეულ სფეროებში მძიმე მდგომარეობა არ მიუჩუმათებია. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტული ადამიანების უფლებებზე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ იყო ამაზე გუშინ საუბარი, არის საუბარი იმაზე, რომ საპროცესო კოდექსის ლიბერალიზაცია ხდება, სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაცია ხდება. უამრავი რეფორმა ამაზე ბევრი განხილვა იქნება. ბატონო გიორგი, მე უნდა დავასრულო. ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები არიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და შესაბამისად ბოლო კითხვამდე ამ თემაზე დაგისვათ. ბატონო გიორგი, იყო საუბარი, რომ თქვენ შევხვდით ირაკლი ალასანიას, რომელიც აქტიურ კონსულტაციებს მართავს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. რა შემოგთავაზათ ალასანიამ, რაზე იყო შეხვედრა? ძალიან მოკლე პასუხები და თქვენთან წვექნება კითხვა. ჩვენ არ გვისაუბრის შემოთავაზებების გარშემო. რა სახის კონსულტაციები გაიმართათ? არ გვისაუბრია, ჩვენ ვართ დიდი ხნის მეგობრები, კურსელები. შევხვდით აბსოლუტურად საჯაროდ ერთმანეთს, დაფარულ და დამალულ ადგილზე ზოგიერთი არ შეხვედროთ ერთმანეთს. ამიტომ შევხვდით ძველი მეგობრები, ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, პოლიტიკაზე. პირველ რიგში და ეხლა ეს მე ვგითხათ, რომ მარტო მეგობრობაზე ვისაუბრეთ. თქვენ ხო ამას არ დაიჯერეთ ნამდვილად. თანამშრომლობას თუ აპირებთ უბრალოდ ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე. მე მას ჩემი მოსაზრებები გავაცანი შექმნილ სიტუაციაზე, მაინტერესებდა რას აპირებს იგი
ვისთან ერთად აპირებს, რანაირად აპირებს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთოდ. მოსალოდნელად რომ მის სახის თანამშრომლობა, ბატონო გიორგი კონკრეტულ კითხვაზე პასუხი. მე ამაზე ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით აბსოლუტურად. ღმერთმა გამომარჯოს თავის გზაზე ირაკლი ალასანიას. მე ვიცი რომ ეს ადამიანი არის პატრიოტი ადამიანი და უყვარს თავის სამშობლოს. ეს ბატონო გიორგი კითხოთ იგივე ალასანია ვახსენეთ, თქვენი გუნდის ყოფილი წევრი იყო, ასევე ნინო ბურჯანიძე, ნოღაიდელი, ბევრი ადამიანი, ბევრი სახე ასე ვთქვათ, მაღალჩინოსნები გამოჩნდნენ დღეს ისევ ოპოზიციაში. ხომ არ ფიქრობთ რომ სწორედ ისინი აღმოჩნდებიან ყველაზე ძლიერი ოპონენტები ხელისუფლების? ჩვენ ვართ განწყობილები იმისაკენ, რომ ოპოზიციასთან ვითანამშრომლობთ, ჩვენ თანამშრომლობთ საპარლამენტო ოპოზიციასთან, ჩვენ თავაზობთ თანამშრომლობას არასაპარლამენტო ოპოზიციასაც. რა ზომის ჯგუფიც არ უნდა იყოს, როგორი ვთქვათ, რეიტინგის ჯგუფიც არ უნდა იყოს, რა შედეგებიც არ უნდა გქონდეს ნაჩვენები ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე. არასოდეს ჩვენთვის მცირე, ძალიან მცირე და დიდი ჯგუფი. ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და ჩვენ პოლიტიკოსები ვალდებულები ვართ, ჩვენ ვითანამშრომლობთ, ჩვენ წავიდეთ კომპრომისებზე, იმისათვის რომ არ დაზარალდეს ჩვენი საზოგადოება. ეს არის ჩვენი პასუხი, იმიტომ რომ ზოგ პოლიტიკოს სიტყვა კონსენსუსი სალანძღავი სიტყვა გონია და შეურაცხყოფა გონია, ზოგს გონია რომ კომპრომისი არის პოლიტიკისგან აბსოლუტურად მოწყვეტილი ცნება, რაც ასე ნამდვილად არ არის. ანუ ხელისუფლება მზად არის ვითანამშრომლობთ ნებისმიერ ოპოზიციურ ძალასთან, ახლა ჩამოყალიბებულთან, ისეთთან, რომელიც მომავალ პერსპექტივაზე ფიქრობს, ისეთთან, რომელიც თვლის რომ ქვეყანაში რაღაცა შესაძლებელია, ჩვენ განსხვავებული პოზიციები გვექნება რასაკვირველია, მაგრამ გვექნება შეთავაზებული ნორმალური პოლიტიკური კონკურენციის პირობები ყველა ოპოზიციურ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ უმცირესობიდან გიორგი ცაგარეიშვილი, უმრავლესობიდან გიორგი გაბაშვილი და ჩვენი გადაცემის პოზიციის კიდევ ერთი სტუმარი, ახალი მინისტრი დავით შაშკინი იქნება, რომლის სახელი და გვარი ხშირად ისმოდა პრეზიდენტის საანგარიშო სიტყვის წინ. პრობაციისა და სასჯელ აღსრულების მინისტრი, რომელსაც დემოკრატიული ტალღის კოორდინაციაც დაევალა. მან მიაწარმოა მოლაპარაკებები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო დებატებს დასწრებოდა. მოგესალმებით ბატონო დავით დიმიტრი. ბატონო დიმიტრი. უკაცრავად ბატონო დიმიტრი, მოგესალმებით, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის და დავიწყოთ იმით, რომ მინისტრთან დანიშნულა რამდენიმე დღეში პრობაციის და სასჯელ აღსრულების მინისტრად დასახელების შემდეგ თქვენ დაგევალათ დემოკრატიული ტალღის ასე ვთქვათ კოორდინაცია. რამდენად ერთმანეთთან არის კავშირში ეს ფუნქციები? როგორ უნდა შეათავსოთ ანუ? ეს ძალიან რთული საკითხია. ორი დიდი რთული საკითხი დამევალა. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ იმ სფეროში, რომლის მინისტრი მე ვარ, ჩვენ უნდა ჩავატაროთ დიდი რეფორმები. აქედან გამომდინარე, ესეც იქნება ნაწილი იმ დიალოგის, რომელიც ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ოპოზიციასთან, საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამავდროულად, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე და ბოლო 11 წლის განმავლობაში მე მუშაობდი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც არსებობს საქართველოში. მე მაქვს იმისი შესაძლებლობა, რომ ვაწარმოო მათთან დიალოგი. და ერთად გადავწყვიტოთ ძალიან ბევრი რთული პრობლემა. თუმცა ბატონო დიმიტრი, არ შემიძლია არ ჩაგეკითხოთ, თქვენ როდესაც დაინიშნეთ მინისტრად, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი იყო თქვენი, ასე ვთქვათ, ახლო ურთიერთობების შესახებ ოპოზიციასთან, არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა განსაკუთრებით თქვენ მიუღებელ ფიგურად დაგასახელათ. როგორ აპირებთ ამ ფონზე იგივე პრეზიდენტის დავალების შესრულებას, იგივე დიალოგის წარმართვას ყველა მხარესთან? ჩვენ ვარ დემოკრატიული საზოგადოება, ვაშენებ დემოკრატიულ ქვეყანას და ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ გამოხატოს თავისი აზრი. მაგრამ მე ვაპირებ ყველასთან თანამშრომლობას და არსებობს ფასეულობები, რომლის გარშემო ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ჩვენი სამშობლო. და დიალოგის რეჟიმში ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ და გადავწყვიტოთ უბრალოდ ის პრობლემები, რომელიც დგას ჩვენ წინაშე. მაგრამ თუ ოპოზიცია არ წამოვიდა დიალოგზე, ვთქვათ იგივე თქვენთან. ჩვენ ვითანამშრომლებთ საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჩვენ შევთავაზებთ ისეთ ფორმატს, რომელიც იქნება მათთვის მისაღები. გასაგებია და რაც შეეხება თქვენს უშუალო ფუნქციებს, გულისხმობ პრობაციის და სასჯელ აღსრულების სამინისტროს, სადაც ძალიან ხშირად ისმის ბრალდებები ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე, იქ საუბარია, რომ პატიმრების არასათანადო მკურნალობა მიმდინარეობს და იმატა სიკვდილიანობამ, ასევე არის ხოლმე ბრალდებები, რომ ცუდ მოპყრობაში ადანაშაულებენ ციხის ხელმძღვანელობას. ამ ფონზე რა რეფორმებს გეგმავს დიმიტრი შაშკინი? ჩვენ დღეს გავხსენით ახალი კორპუსი გეგუთის სასჯელ აღსრულების დაწესებულების. ჩვენი პარლამენტარები, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იქ იმყოფებოდნენ, თვითონ დარწმუნდნენ, რამდენად ეს დაწესებულება შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს და ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტი იქნება გამჭვირვალობა. ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც თქვენ ახლა აღნიშნეთ,
გამომდინარეობს იმისგან, რომ არ არის სათანადო ინფორმაცია მიწოდებული და საზოგადოებას ეს ინფორმაცია არ აქვს. ჩვენი სამინისტრო იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სამინისტრო და ჩვენი ამოცანა არის ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. იმიტომ რომ თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რთული სფეროა და განსაკუთრებით პრობაციაში არის ჩასატარებელი დიდი რეფორმა, გავაგრძელოთ უნდა რეფორმა საჯარო ასრულების სისტემაში, იურიდიული დახმარების სისტემაში. თუ აპირებთ საკადრო ცვლილებას, ბატონო დიმიტრი, მე დავასახელე კიდეს ბრალდებებში ისმის ხოლმე, რომ თავად ციხის დირექტორები არიან ხოლმე შემჩნეული თქვა უხეშ მოპყრობაში იგივე პატიმრებთან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იგეგმება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები საკადრო თვალსაზრისით. ჩვენ პირველ რიგში უნდა გქონდეს ფაქტი. თუ იქნება ფაქტები, რა თქმა უნდა, ეს მოხდება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სისტემაში, რომელშიც ჩვენი სამინისტრო მოღვაწეობს, არსებობს ორი სუბიექტი. ეს არის საზოგადოება და ეს არის ის ხალხი, რომლის წინააღმდეგ არის გამოყენებული გარკვეული სანქციები. აქედან გამომდინარე, საზოგადოების შეკვეთა არის უსაფრთხოება. უსაფრთხოება და ჩვენ არ უნდა არავითარ შემთხვევაში, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ არ უნდა ვავნოთ საზოგადოების უსაფრთხოება, იმიტომ რომ ეს ეხება ჩემ შვილებს, თქვენ შვილს, ეს ეხება მთელ საზოგადოებას, მაგრამ ამავდროულად იქნება დაცული ყველა კონსტიტუციური უფლება იმ ადამიანების, რომლებიც იმყოფებიან საჯარო ასრულების დაწესებულებებში. ანუ ციხე გახდება უფრო გამჭვირვალე, ასეთია თქვენი დაპირება. ჩვენ ყველანაირ ინფორმაციას მივაწოდებ და გუშინ იყო ძალიან კარგი ამის მაგალითი, როდესაც იყო გარკვეული ინფორმაცია, რამდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა გააჟღერა ინფორმაცია, რომელიც გადამოწდა, ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებაზე და საზოგადოება მიიღო ეს ინფორმაცია. გასაგებია, დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის კიდევ ერთი სტუმარი დიმიტრი შაშკინი იყო, პრობაციის და სასჯელო ასრულების ახალი მინისტრი. ახლა რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ კი კობა დავითაშვილი და მამუკა კაციდაძე ჩვენ სტუდიაში. სამთა კავშირი ალიანსი ალასანიასთან. ვინ შეიძლება დაემატოს ახალგაერთიანებას და შეძლებს თუ არა ოპოზიცია კოალიციის გაფართოებას? ჩვენ ვიპოვნეთ ძალიან ბევრი საერთო ერთმანეთთან სათანამშრომლოდ. გასახეს მიიღებს ეს კოალიცია და ამას მომავალი გვაჩვენებს. ყველა ერთად თუ ყველა ცალ-ცალკე ვინ დარჩება ალიანსის მიღმა და სად მთავრდება ოპოზიციის ერთიანობა? როდის დასრულდება ძალთა გადანაწილებები? ბლოკიდან ბლოკში, ოპოზიციიდან მთავრობაში, მთავრობიდან ოპოზიციაში და მე კიდე უკან. საერთო მოთხოვნები თუ მოთხოვნა საერთო ლიდერზე, რატომ ითხოვს კობა დავითაშვილი პრაიმერის ჩატარებას? ყველა აცხადებს პრეტენზიას, რომ მას სურს იყოს ქვეყნის ხელმძღვანელი. პოზიციაში კობა დავითაშვილი ხალხის პარტიიდან და მამუკა კაციდაძე ახალი ალიანსიდან. პოზიცია კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდება და გადაცემის მეორე ნაწილში ძალთა გადანაწილების შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციაში. უკვე ცნობილია, რომ მალე ერთი ალიანსი შეიქმნება, ეს არის ახლები რესპუბლიკელები ალასანია, მაგრამ ჯერ უცნობია იმ სუბიექტების ვინაობა, რომლებიც შესაძლოა ამ კავშირში გაერთიანდნენ. ვინ დარჩება ალიანსის მიღმა, სად მთავრდება ოპოზიციის ერთიანობა და როდის დასრულდება ოპოზიციური ძალთა ფორმირება? ეს იქნება ჩვენი ძირითადი საუბრის თემები ჩვენ სტუმრებთან, ხალხის პარტიიდან ბატონი კობა დავითაშვილი და ახალი მემარჯვენებიდან, ახალი რესპუბლიკელების ალიანსიდან მამუკა კაციდაძე. მადლობთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის და ბატონო მამუკა, დავიწყებ თქვენგან, რადგან თქვენ ბრძანდებით იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლისაც ასე ვთქვათ, ერთგვარი გადანაწილება თუ ფორმირება ნაწილობრივ გარკვეულია და უკვე ოფიციალურად ალბათ გახდება ცნობილი, რომ ახლები რესპუბლიკელები ალიანსს შესაძლოა შეუერთდეს ირაკლი ალასანია. არის თუ არა მოსალოდნელი, ვთქვათ, სხვა სუბიექტის შემოერთება, თუ მიმდინარეობს კონკრეტულად ამ მიმართულებით რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მოლაპარაკებები? უპირველეს ყოვლისა მოგესალმები ნინო და გილოცავ ახალი პროექტის დაწყებას. ჩვენთვის ოპოზიციისთვის ნამდვილად საშუური საქმეა პირდაპირ ეთერში იმ ტელევიზიით გასვლა, რომელიც ფარავს მთელ საქართველოს და აქედან გამომდინარე ეს ნამდვილად კარგია. თუმცა მინდა ერთი რამ გითხრა, თუ ნებას მომცემ, რომ მას შემდეგ რაც პარლამენტში ძალთა გადანაწილება ისე დაფიქსირდა, როგორც დღეს არის, ანუ ჩვენ ნაწილმა ოპოზიციის ამ უარი განვაცხადეთ დეპუტატობის მანდატებზე, ხელისუფლებაში შეიქმნა ერთგვარი გეგმა, რომელიც ისახავს მიზნად საპარლამენტო ოპოზიციის ოპოზიციად წარმოჩენად, ხოლო დანარჩენი მის გარეთ დატოვებული პარტიების, ასე ვთქვათ, მეორე ხარისხოვნად წარმოჩენას. მე უბრალოდ მინდა გითხრა, ნინო, არ ვიცი, შემთხვევით თუ შეგნებულად. არა, რომ გუშინი გემდარბაში არის ჯექით, ბატონო, მოკლედ იქ შეგებულად გამოგეთხოვთ. არანაირი, კარგია რომ ხუმრობთ, მე მიყვარს ხუმრობა. არა, მე სერიოზულად გეკითხები. არანაირი სურვილი და გამოგეთხოვთ თქვენი მოსაზრება. კი ბატონო, მით უმეტეს გულისწყეთა არ მქონდა მეთქი და გიპასუხეთ, უბრალოდ მინდა ერთი რამ გითხრათ, ნინო,
რომ თქვენი პროექტის ორივე გადაცემა პრინციპში ამ სახელმწიფო გეგმის შეგნებული თუ შემთხვევითი განხორციელება პირველ ბლოკში გასაგებია, მაგრამ პირველ ბლოკში არის ხელისუფლება და საპარლამენტო ოპოზიცია, მეორე ბლოკში წარმოჩენილი რომ ვერ თანხდება ძალიან მოკლე განმარტებას გავაკეთებ და განვაგრძოთ ერთ ფრაზაში დავასრულებ. ალბათ თქვენ გადაცემაზე ბუნებრივია თქვენ მის რეიტინგზე სერიოზულად ზრუნავთ და კარგი იქნებოდა რომ ეს მომენტი გაგეთვალისწინებინათ. ბატონო მამუკა, პასუხი რომ არ გაგცეთ, არ შემიძლია ძალიან მოკლედ ორივე გადაცემაში იყო საპარლამენტო, ასე ვთქვათ, გამოსვლები, ძირითადი თემა იმ დღეს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი პრემიერი, დღეს პრეზიდენტის ანგარიში იყო, ასე რომ ეს არის ძალიან მოკლე პასუხი, ამიტომ ყავდა ორივე გადაცემაში იგივე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, თუმცა ვის მოვიწოთ, ალბათ ამას მე როგორც ავტორი გადავწყვეტ. მე ხომ არ მithქვამს, რომ ეს არ გააკეთოთ მეთქი, უბრალოდ გაითვალისწინეთ ის ტენდენცია, რომელიც ხელისუფლების გეგმაში არის, თქვენთან არ აისახოს. ბუნებრივია რაც შეეხება თქვენს კითხვას, გადაცემის ქუდშიც რამოდენიმეჯერ გაიჟღერა ამან სამთა კავშირი, ახალი ალიანსი და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ ეს ფორმულირებები დაიბეჭდა ერთ-ერთ გაზეთში, რომ თითქოს მტკიცებულებითი ფორმით, მე ამ ჟურნალისტთანაც მქონდა საუბარი, არანაირი რაღაც სამთა კავშირი და ახალი ალიანსი ამ სახელწოდებებზე დამტკიცებულებებით. მე ვფიქრობ, რომ საუბარი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის მოვლენების ცოტა წინ გასწრება და ცოტა არაობიექტური შეფასება. ამიტომ მე შემიძლია გითხრათ ერთ მნიშვნელოვნად, რომ ჩვენ ძალიან ხანგრძლივი კონსულტაციები გქონდა რესპუბლიკელებთან, რაც დასრულდა 8 დეკემბერს ალიანსის ჩამოყალიბებით. კონსულტაციები გრძელდება დღეს ბატონ ირაკლი ალასანიასთან, სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან. რა გამოდნება ამ კონსულტაციებიდან, ამას ძალიან მალე ვფიქრობ დაინახავს ქართული საზოგადოება, მაგრამ პროცესი არ დამთავრებულა. რაღაც თქმა უნდა, კარგია თუ ჩვენი უკვე შექმნილი ალიანსი, მხედველობაში მაქვს ახლებისა და რესპუბლიკელების ალიანსი, გარდაიქმნება უფრო მსხვილ, ასე ვთქვათ, კოალიციად, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე სახის დასრულებულ ფორმაზე საუბარი ნაადრევია ჩემის აზრით. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია და ბუნებრივია თქვენს გექნებათ, ორშაბათს ბატონი ირაკლი აპირებს საკუთარი გუნდის პრეზენტაციას, ალბათ ჯერ ამას უნდა დაველოდოთ, შემდეგ ალბათ დასრულდება გაუთავებლად ხომ არ იქნება ეს კონსულტაციები და ყველა ერთად დავინახავთ რა გამოდნება ამ კონსულტაციებიდან. ბატონო გობა, თქვენთან თუ მიმდინარეობს კონსულტაციები, იგივე ვთქვათ ახლები რესპუბლიკელების ალიანსის მხრიდან, იგივე ირაკლი ალასანიასთან. ჩვენ ამ სამძალას იმიტომ ვახსენებთ ყველაზე ხშირად, რომ საუბარია, რომ შესაძლოა ეს ალიანსი, გასაგებია რომ ეს ოფიციალურად არ არის ჯერ გაფორმებული, შეიქმნას. არა, მაგრამ თუნებას მომცემთ თქვენ შეკითხვას უპასუხებდი, რომელიც ბატონ მამუკას დავუსვით, გული ხომ არ გწყდებათ პარლამენტში რომ არ იყავით, როდესაც სააკაშვილი გამოდიოდა. იცით რა, ხალბატონ ნინო, ჩვენ რომ ყოფილიყავით პარლამენტში, პრეზიდენტი არ დარჩებოდა, იმიტომ რომ ჩვენ რომ ვიყავით პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციაში, პრეზიდენტი არ რჩებოდა დებატებზე, იმიტომ რომ არ ქონდა გარანტია, რომ არ მოისმენდა ძალიან მწარე სიტყვებს მისი მისამართით. და ეს სიტყვები იქნებოდა სამართლიანი, მაგრამ ძალიან რადიკალური და შეიძლება მიუღებელი მისთვის. და ამიტომ თავს არიდებდა ასეთ ოპონირებას და მიდიოდა ხოლმე საკუთარი სიტყვის დასრულებისას. ის რომ ამ შემთხვევაში ის დარჩა, არ მგონია მეტყველებდეს ამ შემთხვევაში დემოკრატიის ხარისხის ზრდაზე ქვეყანაში. კრიტიკა მაინც გამოითქვა ბატონო კობა იმ დარბაზში, მაგრამ მოდით არ გვიდა ამ თემაზე. თუნებას მომცემთ, ერთ რამეს სულ ორი ფრაზით ვიტყვი. როცა ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების უდიდესი ნაწილი. როცა თვითონ აცხადებს ბატონი სააკაშვილი, რომ ჩვენ ომი გრძელდება, ომი არ დამთავრებულა და ამ დროს, ასე ვთქვათ, ჩვენ ვისმენთ არანაირ გეგმას, არ ვისმენთ რაიმე ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ, იგივე ხალხის პარტია, კონსერვატორები, ჩვენი კოლეგები სვავდით საკითხებს გაცემულ სოციალურ დაპირებებზე, ანაბრების დაბრუნების თაობაზე. პენსიების სტაჟ და დამსახურების მიხედვით, მცირე მეწარმეების გადასახადიდან განთავისუფლებაზე. ანუ იმ წინასაარჩევნო დაპირებებზე, რაც გასცა ბატონმა სააკაშვილმა და არ შეასრულა. პასუხად ვიღებდით იმას, რომ ეხლა პრიორიტეტები შეიცვალა, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ამიტომ ჩვენ სოციალურ საკითხებზე არ მუშაობთ, იმიტომ რომ უფრო დიდი ამოცანა გვაქვს გადაწყვეტი და მეტი რესურსები იქით უნდა მიმართოთ. ეხლა, როდესაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უარეს დღეშია, და არ მეგულება არც პენსიონერი, არც პედაგოგი, არც ექიმი, რომ პირველ რიგში საკუთარი სამშობლოს ბედი არ აღელვებდეს და ჩვენი ტერიტორიების ბედი არ აღელვებდეს, ბატონი სააკაშვილი საერთოდ არ საუბრობს ამ თემაზე და მეჩვენება, რომ სთავაზობს საზოგადოებას, რომ
მოდით მე თქვენ 10 ლარს და 20 ლარს მოგიმატებ, ოღონდ ჯანდაცვის ბიუჯეტს მოვაკლებ, რომ ექიმთან უფასოდ ვერ გაისინჯებით. თქვენივე ჯიბიდან ამოვიღებ. ოღონდ იმის ნაცვლად, რაც იყო ლოზუნგი, გახსოვთ, გაკრული იყო, გახსოვდეს აფხაზეთი, ახლა თქვენ ფულს მოგცემთ და დაივიწყეთ აფხაზეთი და დაივიწყეთ სამაჩაბლო. მე მეჩვენება მისი გამოცვლა იყო ეს. ბევრ დროს წაიღებს ეს შეფასება და თუ შეიძლება რომ დავუბრუნდეთ ოპოზიციის გეგმებს, ჩვენ აქ არ ჩვენ რომ ყოფილიყავით, ამას აუცილებლად ვიტყოდით, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური საკითხები, მაგრამ სამშობლო უფრო ძვირფასია. ეხლა რაც შეეხება კონსულტაციებს მართავთ თუ არა თქვენ ახლები რესპუბლიკელებთან ან კონკრეტულ რაიმე გაერთიანებაზე, რომელიმე პარტიასთან კონსულტაციებს. იმიტომ მუდმივად არის ბატონობა საუბარი გაერთიანებაზე ოპოზიციის და იგივე თქვენ მომხრე იყავით, რომ საერთო ლიდერი, ვთქვათ, პრაიმერის წესით აგერჩიათ და ეს არ მოხდა. არა მარტო საერთოდ მე ვარ მომხრე და არა მარტო მე, უამრავი პოლიტიკური ძალა და ვთქვათ, პოლიტიკაში ჩართული ადამიანი მომხრეა დიდი გაერთიანების. არის ასთა სხვადასხვაობა ამ საკითხზე, ჩვენ გვაქვს განსხვავებები, მაგრამ ერთმანეთისას პატივსცემ და საპატივცემულოა ჩვენი კოლეგების აზრიც. არის აზრი, რომ ხომ არ ჯობია, რომ იდეოლოგიური ნიშნით მოხდეს გარკვეულწილად დაჯგუფება და რესპუბლიკელები ახლების ალიანსი ამ პრინციპით შეიქმნა, თუ არ ვწდები, ბატონ მამუკა დაადასტურებს ნამდვილად ამას, რომ მემარცხენეები იყვნენ ცალკე, მემარჯვენეები გაერთიანდნენ, თქვა ცენტრისტები თუ სხვა პოლიტიკური მიმართულების და ანუ მოხდეს იდეოლოგიური ნიშნით დაჯგუფება და ჩვენ ცალ-ცალკე სხვადასხვა მიმართულებიდან შევტიოთ ხელისუფლებას და ასე დავამარცხოთ ხელისუფლება. ეს არის ერთი გეგმა, მე მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს დიდი გაერთიანება ოპოზიციისა და დროებით მემარჯვენეობა, მემარცხენეობის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც რა თქმა უნდა პოლიტიკაში არსებობს და მომავალშიც იარსებობს და რაც დრო გავა და უფრო ნორმალურ ვითარებაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა უფრო მნიშვნელოვანი იქნება. დღეს, როდესაც ჩვენ გვაქვს ავტორიტარული რეჟიმის შეცვლის ამოცანა, მე არ მგონია, რომ გაერთიანებები უნდა იქნებოდეს მხოლოდ ამ ნიშნით. და თქვენ პირადად თუ მართავთ კონსულტაციას ბატონობა ხალხის პარტია იგივე რომელიმე ალიანსთან ან იგივე ახლები რესპუბლიკელებთან ამ თემაზე რესპუბლიკელებთან არ მქონია ეს კონსულტაციები, მაგრამ სხვა ჩემს კოლეგებთან, იქნება ეს კონსერვატორები, იქნება ეს ერთიანი საქართველო, ბატონ ლევან გაჩეჩილაძე, ბატონ ირაკლი ალასანი ასეთ შევხვდი, როდესაც ის ჩამოვიდა და კონსულტაციები გამართა, ძალიან ბევრ ადამიანთან შევხვედრივა და მე ერთი რამ ცოტა უცნაური ინფორმაცია გავიგე და დღეს მინდოდა დამედასტურე, ჟურნალისტები დამიკავშირდნენ და მითხრენ, რომ აი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მართავენ კონსულტაციებს ახლებისა და რესპუბლიკელების ბლოკთან და თითქოს და ერთ-ერთი საჯილდაო ქვა გამხდარა, რომ აი ყობა დავითაშვილი და ხალხის პარტია არ არის სასურველი პარტნიორი ამ გაერთიანებაში. ბატონ მამუკა, ადასტურებთ ამ თემას. დამიკავშირე დღეს ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემაც მომიწია და მინდოდა მეკითხა ბატონ მამუკასთვის ეს და გამერკვია ეს საკითხი. ანუ არის ეს სიმართლეს და ეხა ეს კითხვა იყოს, მოდი მართავს თუ არა ახლები და რესპუბლიკელები ყობა დავითაშვილი, უბრალოდ რატომ არ მართავს, იმიტომ რომ ბატონ მამუკამ თქვა, რომ არ იმართება კონსულტაციები, თქვა ყველა პოლიტიკურ ძალასთან. აუცილებლად გავცემ ამ კითხვას პასუხს, უბრალოდ მინდა მე კობას ორ ვარიანტს გამოვეხმაურო, როდესაც ის საუბრობდა, ასე ვთქვათ, იდეოლოგიურ მსოფლმხედველობრივ ერთიანობაზე ერთის მხრივ, ანუ ამ კუთხით გაერთიანებაზე და მეორეს მხრივ დიდ გაერთიანებაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ერთმნიშვნელოვანი. გახსოვთ ალბათ ერთი წლის წინ, როდესაც წინა საპარლამენტო არჩევნების წინ იყო ასეთი რიტორიკა, რომ საზოგადოების დაკვეთა არის დიდ გაერთიანებაზე. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ არ შეიძლება კი ბატონო, არ შეიძლება ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ არ შეიძლება მექანიკური და ხელოვნური გაერთიანებების მით უმეტეს ფორსირებული წესით შექმნა, იმიტომ რომ ის ასეთი ტიპის გაერთიანებები განწირულია ძალიან მალე დასაშლელად და გაერთიანების ეფექტი გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე დაშლის ეფექტი. ამას ჩვენ ვამბობდით, მაგრამ რომ არ დარჩენილიყო შტაბ-ბიჭდილება, რომ რაღაც ამბიციების გამო ჩვენ ხალხის ამ დაკვეთას არ ვასრულებთ, ჩვენ გადავდგით ის ნაბიჯი, რაც გადავდგით და მივიღეთ შედეგი, რაც მივიღეთ. მხედველობაში მაქვს დღეს საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომელიც სწორედ გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილია. ეს ყველაფერი ჩვენი ღრმარწმენით იყო სწორედ იმ ხელოვნურობისა და მექანიკური გაერთიანების ბრალი, რომელსაც ჩვენ თავის დროზე ვაკრიტიკებდით, მაგრამ დავყევით საზოგადოების ნებას. ამდენად მე მიმაჩნია, რომ დღეს ისევ ის რიტორიკა და საუბარი იმაზე, რომ მექანიკურად ყველა ერთად გავერთიანდეთ და ასე შემდეგ, კვლავინდებურად იქნება და დიდი შანსია იმისა,
გარანტირებულად ვერ ვიტყვი, მაგრამ დიდი შანსია იმისა, რომ შედეგი დაგვიდგეს იგივე, რაც დაგვიდგა გაერთიანებული ოპოზიციის შემთხვევაში და ნეგატიური შედეგები მივიღოთ იგივე საზოგადოების იმედგაცრუების თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაინც აუცილებელი და საჭიროა არა უბრალოდ კლასიკური იდეოლოგიური ერთობა, არამედ მსოფლმხედველობრივი ერთობა, პრინციპული ხედვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რათა საფუძველი იყოს მყარი. ამ თვალსაზრისით შევქმნით ჩვენ რესპუბლიკურ პარტიასთან ალიანსი, რომელიც უკვე შევქმნით. მოდით ბატონ კობას გავცეთ პასუხი საჯარო. ეხლა გადავდივარ სწორედ მაგ თემაზე. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ მართავთ კონსულტაციებს გაერთიანებულ ოპოზიციის, ასე ვთქვათ, ოპოზიციაში დარჩენილ კონკრეტულ ფიზიკურ პირებთან თუ ორგანიზაციებთან, ამაზე ბატონმა კობამაც დაადასტურა, რომ გვაქვს ეს შეხვედრები. ეხლა რა დელეგაციებს გამოკვეთენ თავად ეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების მათი საქმეა და ჩვენ ამას ვერ უკარნახებთ. რაც შეეხება ბატონ კობა თქვენს კითხვას, რომ ჟურნალისტებისგან გააქვთ ინფორმაცია, რომ კობა დავითაშვილი და ხალხის პარტია არის საჯილდაო ქვა, პირდაპირ გეტყვით, ეს მაგონებს ერთი გადაცემა არის, ამბობენ, იყო ყოველ შემთხვევაში, ამბობენ რაღაც ესეთი, ხო, ბევრ რამეს ამბობენ ბატონო კობა, მაგრამ მე გირჩევდით, რომ თუ არის სიტყვაზე დავითაშვილის ადგილი თქვენს ალიანსში, რომელიმე სხვა პარტიის ბატონო ამბობენ დაუშვათ ინფორმაცია ეს მოსული, ხო? მე ვფიქრობ, რომ ჯობია გადამოწმდეს ჩვენთან, გადამოწმდეს გნებავთ პირდაპირ ეთერში, გნებავთ არაპირდაპირ ეთერში და ჩვენ ამის კომუნიკაცია მე მგონი არ გვიჭირს ერთმანეთთან და მიიღებთ პასუხს. თუ და ველი ამ პასუხს? და ამ პასუხს გეუბნებით, რომ ეს ყველაფერი გავსმეთ კი ამბობენ სიტუაციას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა სიმართლე შეესაბამება ის, რომ ჩვენ გვინდა მყარი სოფლმხედველობრივი ფუნდამენტის მქონე პოლიტიკური გაერთიანებისკენ სვლა. ეს არის ჩვენ შესაძლოა არ იყოს თქვათ იგივე კობა დავითაშვილი, რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ. როდესაც დასრულდება ნინო კონსულტაციები, იქ გამოჩნდება შესაძლო რა არის და შეუძლებელი რა არის. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ერთგვარი წინსწრების შეფასება გაკეთდა, რომ სამთა კავშირი მეთქით. არ არის ეს ასე. გასაგებია. ეს ფრაზად იყო პრესაში მოტანილი. მაგრამ გითხარით საიდანაც იყო ეს ფრაზა მეთქი, რომ არასწორი იყო მტკიცებულებით ფორმაში ამის გაკეთება. რაც შეეხება რა გამოდნება მეთქი, ჩვენ თვითონ ვართ დაინტერესებული, რომ იმ ფუნდამენტის მატარებელი, რასაც ჰქვია მტკიცე მსოფლმხედველობრივი ფუნდამენტი, იყოს ის გაერთიანება, რომელიც მომავალში უნდა შეიქმნას, რომელიც არ იქნება მარტო საარჩევნოდ, ნინო. ეს უნდა იყოს ხანგრძლივი პასუხისმგებლობის მატარებელი პოლიტიკური ერთობა და ასეთ შემთხვევაში იგი არ იქნება განწირული და შლისათვის, როგორც ესეთ. ეს არის ფრთხილი საკითხი. ეს არის ძალიან ფაქტიზი საკითხი. მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება და მე მინდა თქვენი კოლეგების მოსაზრებები მოვისმინო და განვაგრძობ საუბარს ბატონო. ბოლო წინადადებას ვამბობ, აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, რომ ჩვენ მორიგ შეცდომაში ნუ შევიყვანთ საზოგადოებას. მორიგ ცრუ იმედებს ნუ გავუჩენთ საზოგადოებას. მოვეკიდოთ მაღალი პასუხისმგებლობით ამ ტიპის გადაწყვეტილებებს და თქვენ თუ გაქვთ სურვილი იგივე ამალიანში გაერთიანებას და თემაზე საუბარი დაიწყოს, თქვენ და უნდა გადავიდეთ წინაშე ჩვენ საზოგადოებას. სხვა პოლიტიკოსების კომენტარები და მოვისმინოთ. დიახ. როცა ვსაუბრობ, ხოლმე ამბობენს არ ვერტყნობი და რამდენიმე წყაროდან გადასწორდა ეს ინფორმაცია. ჟურნალისტებისგან გავიგე, როცა გავიგე, შემდეგ გადავამოწმე და რამდენიმე წყაროდან დადასტურდა. მე ერთი რამე მინდა ვთქვა. თქვენ თავად თუ გაქვთ სურვილი მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი გაერთიანების. მეცაც გეტყვით. ჩემი სურვილი იმდენად დიდია, რომ პოლიტიკაში არსებობს ასეთი რამ, არსებობს შეუთავსებლობის საკითხი. არიან პოლიტიკოსები, ან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იდეოლოგიური მოსაზრების გამო, სოფლმხედველობრივი მოსაზრების გამო, ან სხვა რაიმე მოსაზრების გამო არ ისურვებენ ხოლმე რომ სხვა პარტიას დაუყოვნებლივ. თქვენ ფიქრობთ რომ აქედან გამოსავალი იგივე წინასწარი არჩევნები იქნება ბატონო რომ საერთო ლიდერი არის ცოტა სხვა რამეს ვიტყვი ჯერ. კი ბატონო. თუ დიდი გაერთიანების შექმნას ოპოზიციის ხელს უშლის ის რომ კობა დავითაშვილი ან ხალხის პარტია საკუთარი იდეოლოგიური ამ სოფლმხედველობრივი მიმართულებით არ ჯდება ამ დიდ გაერთიანებაში ან ამ გაერთიანების მნიშვნელოვან და საპატივცემულო წევრებს მიაჩნიათ რომ ეს არ ჯდება მე მზად ვარ განვაცხადო არ შევალ ამ გაერთიანებაში რათა ხელი არ შეუშალოთ შედგეს ოღონდაც ეს გაერთიანება მე და ხალხის პარტია მხარს დაუჭერთ ამ გაერთიანებას მასში წევრობის გარეშე თელ ჩვენ აქტივს მომხრეებს მოუწოდებთ რომ ხარი დაუჭირონ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას ამაზეც მზად ვართ იმიტომ რომ მე მიმაჩნია აი ახლა ისაუბრა ბატონ მამუკამ რომ ყალბი იმედების გაჩენა ძალიან ცუდია მაგრამ უიმედობა უარესია როდესაც ჩვენ გვაქვს ვითარება ავტორიტარული რეჟიმისა როდესაც მონოპოლიზირებულია დიდწილად საინფორმაციო საშუალებები და ჩვენ თვეში კი არა მე ორ თვეში ერთხელ თუ შეიძლება აღმოჩნდე საერთო ეროვნულ ტელევიზიაზე
და მნახოს საზოგადოება. როდესაც ფაქტობრივად არ გვაქვს დემოკრატიული საარჩევნო გარემო. როდესაც პოლიციის ტერორი გრძელდება და ფაქტების დასახელებას ამიტომ არ გვაძლევს საშუალებას. ასეთ დროს დიდი ოპოზიციური გაერთიანების გარეშე შეუძლებელი იქნება ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება. ეს თქვენი პოზიცია მოდი ხოთიკობა მოვუსმინოთ უბრალოდ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს ან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც როგორც ჩანს, მაინც სიფრთხილით ეკიდებიან, ისევე როგორც ალბათ თქვენ ამ გაერთიანებებს და გადანაწილებებს. და ვფიქრობ, სწორია ეს. ნახოთ რა კომენტარებს აკეთებენ და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. სურველია რომ ქვეყანაში იყოს პარტიული სისტემა, სხვილი პოლიტიკური პარტიები თავისი იდეოლოგიით, ელექტორატით, რომლებიც არ იცვლიან ფერს, სახელს, არ დადიან ბლოკიდან ბლოკში, ოპოზიციიდან მთავრობაში, მთავრობიდან ოპოზიციაში და მე კიდე უკან პარტიული სიები და ბლოკები საქართველოში განწირულია დასაშლელად, ესაჩვენა უახლოესმა ისტორია. ჩვენ ყველასთან ვაპირებთ თანამშრომლობას, ვინც პრინციპულ ოპოზიციას წარმოადგენს, მაგრამ მაინც საბოლოო გადაწყვეტილება გვინდა რომ ფორუმმა ჩვენ თვითონ მივიღოთ. შეთანხმება საბოლოო მიზანში ეს არის აბსოლუტურად იდენტური. მაგრამ მოქმედების გეგმები ცოტა განსხვავებული გვაქვს, ცოტა კი არ გარკვეულიანად რა. მაგალითად ჩვენ არ ვთვლით რომ ეს რეფერენდუმით უნდა გამოვიტანოთ არჩევნების საკითხი, დაინიშნოს თუ არა. აზრი არ აქვს ამას რა. ჩვენ პოლიტიკური სუბიექტი ვერ ხედავს თავის ვთქვათ კონკრეტულ როლს და ადგილს ამ ერთობაში, რომელიც ახლა ყალიბდება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული კითხვები, რომელსაც პასუხი ჯერ არ მეგვიხია, მაგალითად, რომ დაინიშნოს სააკაშვილის მიერ საპარლამენტო არჩევნები ახლა. პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც შევლენ ამ ერთობაში, წავლენ თუ არა ამ არჩევნებზე. ჩვენ არ წავალთ. კონსერვატული პარტია მზად ვართ ნებისმიერ პარიტეტულ გაერთიანებაში მივიღოთ მონაწილეობა ყოველგვარი ულტიმატუმების, წინაპირობების და ამბიციების გარეშე. ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც იყვნენ ამ ბრძოლაში, ეს იყო კობა დავითაშვილის ხალხის პარტია, მესელიას მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის, ეს იყო პირად ლევან გაჩიჩილაძე და მისი გუნდი. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალები ბუნებრივია, აგრეთვე სხვა ორგანიზაციებით, რომელსაც ექნებათ ამის ზავთყოფა, უნდა იყვნენ ბუნებრივია ამ პარიტეტული გაერთიანების მონაწილე, იგივე სალომე ზურაბიშვილი. როგორც ნახეთ, მოსაზრებითად გარკვეული კითხვებიც დაისვა თქვენი კოლეგების მხრიდან, ბატონობა მოგცემთ სიტყვას, მაგრამ ბატონობა პირველად თქვენთან ექნება შეკითხვა, იგივე აი საუბარი ყო ულტიმატუმები და გარკვეული წინაპირობები თუ არ იქნება, ვთქვათ, იგივე კუკავა ამბობდა, კახა ბესელი ამბობდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. ან ბევრი კითხვა დავიწყოთ, იმით იყო თუ არა რაიმე ულტიმატუმები ან წინაპირობა თუ არსებობს მსგავსი, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, ძალებთან ვიზეც კახა კუკავა საუბრობდა, არა თქვენი ალიანსის პარტიაზე გაგცემთ პასუხს, უბრალოდ მე მინდა კობას დავეთანხმო ერთ კონკრეტულ მომენტთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ძალისხმევები არის საჭირო ამ ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად და მე მგონი ოპოზიციური შეთანხმება, რომელიც ამას წინათ გაფორმდა, თემატური შეთანხმება არის კონკრეტული მაგალითი იმისა, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სოლიდარულები და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთიანები. ეს ხელს არ უშლის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ბლოკების თუ ცალკეული პარტიების ურთიერთთანამშრომლობა. შეიძლება ეს იყოს მაღალ ხარისხში ურთიერთთანამშრომლობა გარკვეულ პოლიტიკურ პარტიათა შორის, მაგრამ თემატური ურთიერთობა და თემატური თანამშრომლობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორც არის სააკაშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან, ეს უკვე შედგა და ამის პრეცედენტები არსებობს. მეცაც გეტყვით, გადაცემის ქუჩში თქვენ საუბრობდით, თქვენს გადაცემის ქუჩში, რომ ბატონი კობა არის მომხრე პრაიმერისა, რომელიც გამოკვეთს, ასე ვთქვათ, ალტერნატივას ხელისუფლებისას. მე აქ მინდა დაგიდასტუროთ თქვენ, რომ გეთანხმებით ამასთან დაკავშირებით, უფრო მეტიც, ჩვენ ერთად მიგვიღია პრაიმერში მონაწილეობა, ეს არის კარგი ვარიანტი, მაგრამ ამას სჭირდება დაждდომა, განხილვა და დათანხმება. დათანხმდით ბატონი კობას ინიციატივას, ძალიან დიდი ხანია ბატონი კობამ. იგივე პრაიმერის ჩატარებას, ამას დახობა სავსებით საკმარისი. არ არის, მე მგონი თქვენ გაკმაყოფილებთ ამ ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით და პირდაპირ გეუბნებით, რომ ამ სახით ინიციატივის ასე ვთქვათ, გაჟღერება ბატონი კობასგან თქვენი გადაცემის ქუდიდან გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კობასგან სხვა დროსაც მომისმენია, რომ პრაიმერი არის კარგი ფორმა, მეთოდი, უფრო მეტიც. ჩვენ მიგვიღია ერთად პრაიმერში მონაწილეობა გამოტოვებულ შუალედური არჩევნების დროს. რაც შეეხება აქ გაჟღერებულ პოზიციებს. რაც თქვენ გკითხეთ, ხომ?
ხომ ხედავთ რომ თავისთავად პოზიციები არის სხვადასხვა. ერთნი ამბობენ რომ ბლოკები არის განწირული, მეორე ამბობს რომ ჩვენ ალბათ მაინც დამოუკიდებლად ჯობია მივიღოთ გადაწყვეტილება. მესამე ამბობს რომ პირობები და ულტიმატუმები. მე მაინც ვფიქრობ რომ ეს ჩვენ არ გვეკუთვნის, არანაირი ულტიმატუმი. არა, საუბარი იყო რომ პირობების და ულტიმატუმების გარეშე მივიღებთ მონაწილეობას. მაგრამ ის რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციაში ჰქონდეს საკუთარი პრინციპული საკითხი, როგორც თუ გნებავთ პირობა დაყენებული, მე მაშინ ცუც ვერაფერს ვერ ხედავ. შეიძლება ქალბატონი ეკას კითხვას მიიღებენ თუ არა მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებშიო. ძალიან ეჭვმეპარებაა, რომ კითხვის ადრესატი ამ შემთხვევაში ვართ ახალი მემარჯვენეები. ახალმა მემარჯვენეებმა ფაქტობრივად გამზადებული ფრაქცია, 5 მანდატი დავდეთ და უარი ვთქვით პარლამენტში შესვლაზე. ამიტომ დამატებით ახლა დედის დაფიცება იმაზე რომ არავითარ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებ თუ ეს გადმოაგდო სააკაშვილმა კონკრეტულ გარემოებებში ჩვენ ყოველთვის ვიღებდით კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ ეს გარემოება შეიქმნა, ჩვენ გვექნება ჩვენი კონკრეტული პასუხი. კარგით. ბატონოკობა, თქვენ როდესაც საერთო ლიდერს ითხოვთ, იგივე მიიღეთ ამ წუთას ჩემს ეთერში თანხმობა ამ ყველაფერზე. უკაცრავად, საერთო ლიდერს კი არ ვითხოვ, მე ვითხოვ საერთო ლიდერის გამოვლენას წინასწარი არჩევნების წესის. ასე ვთქვათ, დადგენას ობიექტური სირთულეები არსებობს ოპოზიციის გაერთიანების დროს და მე ამ ობიექტურ სირთულეებს ხედავ და არ უარყოფ და არ ვამბობ რომ ერთი ხელის აქნევით შეგვიძლია მოვიშვიოთ. თუმცა შევეკამათებოდი ბატონ მამუკასაც და ბატონ შალვასაც, რომელსაც ერთი და იგივე არგუმენტი თქვეს, რომ კოალიციები და ბლოკები ხშირად იშლება. არა, მე მოვიშველია ბატონ, მე კი არ ვემხრობე ამას. მე მოვიშველია ბატონის შალვას პოზიციას. მე რომ ალიანსის წინააღმდეგი არ ვარ და ბლოკის წინააღმდეგი არ ვარ, ეს ჩვენი საქმიანობით ჩანს რეალურად. კი ბატონო, ბატონო ყოველთვის თქვენ აღნიშნეთ რომ ნაწილი გაერთიანებული ოპოზიციისა აღმოჩნდა პარლამენტში კი არა ფაქტია. ანუ თქვენ ბატონი შალვა ფაქტობრივად ერთ რამეს ამბობთ რომ ასეთი საფრთხე არსებობს და გიდასტურებს. ყიფე გაერთიანებების დროს არსებობს რა თქმა უნდა. მაუწყათები, მექანიკური ყველა ერთად ხალხის დაკვეთა გასაგებია. უკაცრავად. უბრალოდ ეს საფრთხე არსებობს მყარ გაერთიანებებში, ყიფე გაერთიანებებში. ნებისმიერ გაერთიანებებში და ყოველგვარი გაერთიანების გარეშე სათითაო პოლიტიკურ პარტიებში. მე მინდა ბატონ შალვასაც და ლეიბორისტებსაც კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ამ პარლამენტშიც არის, როდესაც ლეიბორისტები არ გასულან ბლოკით, მათი წარმომადგენელი, ასე ვთქვათ, მათი სიით გასული დეპუტატები, 2 თუ არ ვცდები, ზის ამ პარლამენტში, ბატონი ავად სახსენებელი ზაზა ბეგაშვილი და მთელი ჯგუფი ლეიბორისტებისა გამოეყო ლეიბორისტულ პარტიას და გადავიდა ხელისუფლებაში, ესე რომ მე ვერ მივიღებ არგუმენტს, რომ ეს ახასიათებს მხოლოდ ბლოკებს და გაერთიანებას. ეს არგუმენტი არ არის. ეს თითოეულ ცალკეულ პარტიებშიც ხდება. აბსოლუტურად გეთანხმებით. თითოეულ პარტიებშიც ხდება. ახლა თქვენს გქონიათ ამის მომენტი, ჩვენს პარტიასაც გქონია ამის მომენტი და ასე შემდეგ. მაგრამ აქ ალბათ საუბარი მაინც აპატია ნინო. ალბათ აქ საუბარი მაინც უნდა იყოს ბატონო კობა ხარისხზე. სად უფრო მაღალი ხარისხია ამ ტიპის შედეგებისა. ამაზე კითხვა დავსვა და ისე განაგრძეთ ცოტა დრო რჩება ბატონო მამუკა, თქვენ გისმენთ და საუბრობთ აი ამ გაერთიანებებზე მის სიმყარეზე. რამდენად მყარი შესაძლოა იყოს იგივე ახლები რესპუბლიკელების ალიანსი. ეს კითხვა თქვენთანაც მექნება ბატონო კობა, რამდენად სანდო პარტნიორი შეიძლება იყოთ. სწორად გამიგეთ, მე მინდა გავიხსენო უბრალოდ წარსულიდან ახლები მრეწველების ვთქვათ შეერთება დაშლა ორჯერ, შემდეგ ეროვნულ საბჭოში შესვლა და შემდეგ დაშლა, ამის მიზეზები თქვენ უკვე განმარტეთ. ხსენებ ორჯერ რას ნიშნავს? იყო საპარლამენტო ბლოკი მრეწველებთან ორჯერ შეერთდით და შემდეგ ერთხელ და შემდეგ ისევ შეერთდით. არ აქვს მნიშვნელობა, პარტნიორები თქვენს გამოცვლილი ყავთ და თქვენს ბატონოკობა. მე ამას იმიტომ ვასახელებ და ვიხსენებ, რომ რამდენად სანდო პარტნიორები ხართ, იგივე თქვენ ერთმანეთისთვის და იგივე ოპოზიციური პარტიები, როდესაც საუბრობთ აი ბლოკების სიმყარეზე. შეიძლება უპასუხო ბატონო მომცემს ამის უფლებას. კი ბატონო, მე შემდეგ უპასუხებ. არავინ არ ამბობს რომ ბლოკები პასუხები თუ შეიძლება. თემა ისეთი დამჭირდება, მაგრამ არავინ არ ამბობს რომ ბლოკი რომ შეიქმნება და ჩემი იდეა თუ ჩვენი იდეა და ყველა საერთო იდეა და ყოფილ ვართ ამ მდგომარეობაში, ხო? არავინ არ ამბობს რომ ეს უნდა იყოს მყარი და შეიქმნას ახალი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც შეცვლის ნაციონალურ მოძრაობას და შემდეგ უნდა იყოს ეს ბლოკი და იყოს სიცოცხლის ბოლომდე და 70 წელი. არავინ არ საუბრობს ამაზე. მე გამოვდივარ კონკრეტული ამოცანიდან, ქვეყანაში გვაქვს ავტორიტარული რეჟიმი, დიქტატურა, რომელიც ცდილობს შენიღბოს საკუთარი ფასადი დემოკრატიის, ესე ვთქვათ, კოსმეტიკური ცვლილებებით.
ჩვენ არ გვჯერა სააკაშვილის რეჟიმის რეფორმირებისა. ჩვენ არ გვჯერა სააკაშვილის რეჟიმს რომ აქვს შინაგანი რესურსი შეიცვლოს. ეს არის თვალთმაქცი, მათ ხო არა რეჟიმი ძალადობაზე დამყარებული, მას არ გამოუძიებია არც ერთი ძალადობრივი აქტი ოპოზიციის წინაშე და ეს გულისხმობს რომ ის კვლავ გვემუქრება ამ ძალადობრივი აქტებით. ამიტომ დღეს არის ლაპარაკი იმაზე რომ შეიქმნას ის გაერთიანება რომელიც ჩამოაშორებს სააკაშვილის ხელისუფლებას. ეს გაერთიანება ღმერთმა დაგვიფაროს იქცეს ახალ ნაციონალურ მოძრაობად. აი შეიქმნას დროებითი კოალიციური მთავრობა და შემდეგ ერთი წლის თავზე ყველა საკუთარი იდეოლოგიური მსოფლმხედველობის ნიშნით აირჩიოს პარტნიორი ან ცალკე მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ დღეს ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სხვანაირად გაჭირდება ამ რეჟიმთან ცალ-ცალკე ბრძოლა. არ არის ლაპარაკი სამი დღემიჩიო გაერთიანებაზე. გასაგებია და შესაძლებელია თუ არა ეს ერთიანობა თქვენი ალიანსის ასე ვთქვათ ღვთისქვეშ თუ რა ფორმით ძალიან მოკლე პასუხი უნდა დავასრულოთ. ბატონი კობა საუბრობს ოპოზიციის ერთიანობაზე და მომხრეა გაერთიანებული ასე ვთქვათ ოპოზიციის ისევ თქვენ ჯერ თქვენი ალიანსი გაქვთ და არის საუბარი რომ ალასანიასთან შესაძლოა ისევ გაერთიანება. ახალს ნამდვილად ვერაფერს გეტყვით ნინო, უბრალოდ ვიტყვი ერთ რამეს რომ ჩვენი ღრმა რწმენით საჭირო არის მყარი მსოფლმხედველობრივი ფუნდამენტი პოლიტიკური ალიანსის შესაქმნელად, რაც შეეხება ფართო ფრონტს, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული თემატური გადაწყვეტილებები შეგვიძლია რომ გავაერთიანოთ და ამის პრეცედენტებიც არსებობს. ამის პრეცედენტებიც არსებობს. რაც შეეხება იმას რომ დაუშვათ სააკაშვილის ხელისუფლებას არ ვენდობით და ასე შემდეგ, მე მგონი ამაზე ეხლა ფიცი და მტკიცი მე აქ არ მჭირდება. ჩვენ არ ყოფილვართ რაღაცნაირად გაბრაზებულ მდგომარეობაში, როდესაც 9 სექტემბერს ახალმა მემარჯვენეებმა საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე დავაყენეთ სააკაშვილის გადადგომის საკითხი და ოპოზიციაში არსებობდა აზრი კოალიციური მთავრობა ამ ხელისუფლებასთან, დაუშვათ დიალოგი ამ ხელისუფლებასთან. ამიტომ ეს ჩვენ არ გავბრაზებულ ვართ ამაზე. ამაზე აქვს არსებობის უფლება, მაგრამ დღეს ჩვენი პოზიცია ამ თვალსაზრისით არის ნათელი და იგი არ ექვემდებარება ჩემის აზრის ფუნდამენტალურ გადახედებას. რაც შეეხება თქვენს კითხვას, დაიშლება თუ არაო? კითხეთ მე მგონი წეღან რესპუბლიკელებთან. ნინო, ოჯახები იშლება. როგორ გითხრა მე თქვენ რომ საუკუნოვანი გაერთიანება გავაკეთეთ მეთქი. ოჯახები იშლება რეალურად და ეხლა როგორ უნდა ვთქვა მე რომ სიკვდილამდე ეს ერთად იქნება. ჩვენ დღეს თვეების განმავლობაში უკაცრავად 8 დეკემბრამდე თვეების განმავლობაში გქონდა თემატური შეხვედრები რესპუბლიკელებთან. თბილისში, თბილის გარეთ. დავძლიეთ ყველა ბარიერი. აქედან გამომდინარე გვაქვს დღეს იმის თქმის საშუალება, უფლება, რომ ეს გაერთიანება არის სტაბილური და პასუხისმგებლობაც ავიღეთ ერთად. რა იქნება 5 წლის და 10 წლის შემდეგ? აბატონო, მე მგონი ეს ცოტა უახლოეს მომავალში ეს მაინც ნახოთ და იგივე გაფორმდება თუ არა ირაკლი ალასანიასთან და უახლოეს მომავალში ვისიხილავთ ამ ალიანსში, გაიგებთ უახლოეს მომავალში. გაიგებთ უახლოეს მომავალში. დიდი მადლობა. ორი სიტყვა, ბატონო კობა, უნდა დავასრულოთ გადაცემა. პრაიმერზე იყო მთელის და ორი სიტყვა ამაზეც მათქმევინეთ. მე მგონია რომ ობიექტურად წინასწარი არჩევნები ოპოზიციაში საუკეთესო საშუალება იმ სოფხედობრივი განსხვავების თან დაფიქსირებისა და თან გაერთიანებისა. როდესაც ჩვენ გავდივართ წინასწარ არჩევნებში და საზოგადოებას ვაცნობთ სხვადასხვა პროგრამებს, ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებთ, ჩვენ განსხვავებული მსოფლმხედველობა გვაქვს, მაგრამ საერთო ლიდერი. არა, საერთო ლიდერი არა, მაგრამ გვაქვს საერთო ფუნდამენტი, საერთო მსოფლმხედველობაც. და ეს მსოფლმხედველობა არის კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიული კონსტიტუცია და ეს იმდენად მსხვილი თემები, რომ ამის გარშემო და გაქვთ მოთხოვნებიც საერთო. რა თქმა უნდა, არა მარტო მოთხოვნები, არამედ ამოცანები გვაქვს საერთო და მე მინდა დავიტოვო იმედი, რომ შესაძლებელია და ამ იმედს მაძლევს ბატონი მამუკას დევანდელი განცხადება პრაიმერთან დაკავშირებით დავსდე მოლაპარაკების მაგიდასთან და განვიხილო ეს საკითხი, მიმაჩნია საუკეთესო ფორმატ და ანუ თქვენი ერთები ამ გადაცემაში გაიფანტა რომ თქვენ შესაძლოა ისევ დასწრებთ და ყოფილიყო საჯილდოა ბატონო კობა. დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ, ჩვენ დრო უბრალოდ ამოიწურა ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე, ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი. ასეთი იყო პოზიცია ამ პარასკევს, მომავალ პარასკევს კი ჩვენ კვირის მთავარი თემებით კვლავ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა.